დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, კვირა დღის დილის 9 საათია და TV პირველზე დილის ლაივის დროა. შესაბამისად, ჩვენ ეთერში ვართ და ტრადიციულად 11 საათამდე ვიქნებით თქვენთან ერთად სასიამოვნო კვირა დღეს გისურვებთ. დილამშვიდობის დილის ლაივი პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს და ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომდევნო 2 საათი თქვენთვის ძალიან საინტერესო იყოს და დაწონებულებია ეს ჩვენ გამოგვივიდა გუნდთან ერთად, რადგანაც მართლაც ძალიან საინტერესო ეთერი გერით. მაგრამ მანამ სანამ მთლიან დილას დავიწყებდით და დავიწყებდეთ, მანამდე მოდი ამინდის პროგნოზი გავიგოთ, როგორი ამინდი გველოდება, მე ტრადიციულად გაგიხსნი ყოველას ჩემო ხატია, კლასიკი და მე ზეროს გავხსნი, შევეხმიანოთ ანა ზაქაშვილს, რომელიც გვეტყვის თუ როგორი ამინდი გველოდება დედაქალაქში და სრულიად საქართველოში. ანა გადასარევი, მაგრამ დაიანამ თქვას. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დილამშვიდობის ბაჩო ხატია მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს, რა თქმა უნდა, კოკაკოლასთან ერთად და გეტყვით, რომ დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ზოგან შესაძლებელია უფრო ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარითაც. არის ტემპერატურა დაბლობში ღამით 0-დან +5 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით ხოლო დღისით +13-+18 გრადუსი არის ნავარაუდები. ზოგან შესაძლოა ჰაერი 21 გრადუსამდეც დათბეს. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა 0-დან +5 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +12-+17 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრწამის სიჩქარით, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარითაც. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +1-დან +6 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან -2 გრადუსამდე შესაძლოა დაეცეს. დღისით კი ჰაერის ტემპერატურა +13-დან +18 გრადუსამდე დათბება. მთაში ღამით -4-დან +1 გრადუსამდე მოიმატებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10-+15 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზს, დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს 16 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღე კი უნალექოდ ჩაივლის. ზუგდიდში 20 გრადუსი არის მოსალოდნელი დღეს, ფოთში კი ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსამდე დათბება. ოზურგეთში 16 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა დღეს, მზიან და უნალექოდ დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, ხოლო ქობულეთში 14 გრადუსი და ასევე მზიანი და უნალექო დღე იქნება. ბათუმში ჰაერი დღეს 15 გრადუსამდე დათბება, ახალციხეში კი 13 გრადუსი არის ნავარაუდები. ქუთაისში ჰაერის ტემპერატურა დღეს 17 გრადუსი იქნება, დღე უნალექოდ ჩაივლის ქუთაისში, მესტიაში კი 12 გრადუსი და ასევე უნალექო და მზიანი დღე არის ნავარაუდები. ამროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღეს 15 გრადუსამდე დათბება, ასევე 15 გრადუსი არის მოსალოდნელი ცხინვალში, ხოლო გორში 16 გრადუსი მზიანი და უნალექო დღე არის მოსალოდნელი. თელავში ჰაერის ტემპერატურა დღეს 17 გრადუსი იქნება, თელავის მსგავსად 17 გრადუსს ელოდებიან დღეს სინოპტიკოსები რუსთავშიც, რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისს, ხედავთ რომ თბილისში მზიანათებს, ჰაერის ტემპერატურა თბილისში 17 გრადუსამდე დათბება და ასე გაგრძელდება, ესე ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში. მე აქ დაგემშვიდობებით და გისურვებთ ბედნიერ კვირა დღეს. ძალიან დიდი მადლობა ანა, ასევე ბედნიერ დღეს გისურვებთ, ამინდია ბაჩო. მშვენიერი გადასარევი. ამინდები გადასარევი და კი ბატონო. გაზაფხული და ძალიან მიხარია რომ გაზაფხული მოვიდა, თუმცა ამბობენ რომ რაღაცა ერთი დღე შეიძლება კუდი მარტავა მოიქნიოსო. გაგიგია გამოთქმა? გამიგია და საერთოდ ასე ვთქვათ, ნასესხებიო, ეგეც გაგიგია შენ აპრილის 17-დან უკვე ყველაფერი ისეთია რა, ნამდვილი გაზაფხული მოდის. ხო, მაგრამ მე ამ ამინდებზეც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყაბულს ვარ გადასარევი ამინდებია და მადლობა ანას რომ ესეთი კარგი პროგნოზი მოგცა დღევანდელ დღეს მთელ საქართველოში ამინდეს. ახლა სახალისო ვიდეო კოლაჟს უნდა დავუთმოთ ჩვენით, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენი გუნდი ყოველ კვირა დღეს თქვენი განწყობისთვის ამზადებს და ეს სახალისო ვიდეოები ნამდვილად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კვირა დღე დავიწყოთ ენერგიულად და ძალიან სახალისოდ და მხიარულად. ნახოთ, რა იქნებათ ახლა.
Like bing, bop, boom, 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 bop, bam. The type of shit I'm on, you wouldn't understand. The type of skits I'm on, you wouldn't understand. Big dog business, I would not hold your hand. That was rude. Ai! Evacate suo finite! Ma che faccina! I'm getting old and I need something to like. Do ba 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 do. Do ba do do. A do ba do ba do do ba do. Say hi. ესე იგი, ვიხალისეთ ჩვენ, სიხალისე დარწმუნებული ვარ ჩვენმა გახსენდება ტელემაყურებელმა. შენი პატარა ცუგრიკა ხოლმე? ხო, ძალიან საყვარელი ცუგრიკები არიან ხოლმე და ცხოველებიც. ზოგადად, ახლა ჩემო ხატია ჩვენს დილის ლაივის ეთერში არის დრო დამდგარ იმის, რომ სამედიცინო რჩევები მივიღოთ, რომელსაც როგორც ყოველთვის ტრადიციულად ჩვენი ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა გაუძღვება ხოლმე ამ რუბრიკას. ექიმის რჩევებს მივიღებ შოთასგან და მისი სტუმრისგან. თუ რა თემაზე იქნება საუბარი, ამას თვითონ შოთა გვეტყვის. ოღონდ მანამდე აუცილებლად უნდა წარვადგინოთ ჩვენი სამედიცინო რუბრიკის წარმომდგენი, რომელსაც დაგითმობთ ჩემო ხატია როგორც ყოველთვის. დიდი მადლობა ბაჩო. რა თქმა უნდა, ჩვენი სამედიცინო რუბრიკის წარმომდგენი გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. ბრენდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებზეა დამზადებული, ბრენდი, რომლის შეძენაც და გალამაზებაც შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ საფთიაქო ქსელში ავერსი. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა, შენი სილამაზისთვის, მხოლოდ ავერში. შოთა დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მოგესალმებით ბაჩო ხატია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და როგორც ყოველთვის ჩვენ ძალიან საინტერესო თემით გიბრუნდებით ჩვენ სამედიცინო რუბრიკაში და ვემზადებით, ასე ვთქვათ, ვემზადებით რა უკვე მოვიდა გაზაფხული და ამინდებმაც უკვე გამოანათა, ასე ვთქვათ, შესაბამისად ჩვენ ველოდებით სეზონურ რაღაც ცვალებადობ სეზონურ ვირუსებს, რომლებიც როგორც ზამთრის პერიოდიდან გადასვლის შემდეგ გაზაფხულის პირველ ნაწილში ახასიათებს ხოლმე და ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით მოვიწვიეთ არაჩვეულებრივი სპეციალისტი, ოტორინოლარინგოლოგი ბატონი თამაზ დევნოზაშვილი. დილამშვიდობის ბატონი თამაზ. დილამშვიდობის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დილამშვიდობის. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ თამაზ, ეხლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც აქტიურად, ასე ვთქვათ, ველოდებით რაღაც ცვალებადობებს და აი ჩვენს მოსახლეობას რო აუხსნათ, რა არის ეს ვირუსები, რატომ ახასიათებს, ასე ვთქვათ, ესეთი სეზონურობა და როგორ ვითარდება და რა სიმპტომებით გამოირჩევა ხოლმე. დიახ, ესე იგი, სეზონურ ვირუსებს რაც შეეხება, ძირითადად არის გრიპის ვირუსები, უფრო ხშირად, ასე ვთქვათ, გამოხატული აბ ტიპის ვირუსები, რომლებსაც სამწუხაროდ გააჩნიათ ხშირად მუტაციის უნარი, შესაბამისად ჩვენ როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს არ გაგვაჩნია იმუნიტეტი ამ კონკრეტული მუტირებული, ასე ვთქვათ, ვირუსის მიმართ, შესაბამისად
დაავადების ასე ვთქვათ მაჩვენებელი მაინც მაღალია ხოლმე ყოველ წელს. რაც შეეხება სეზონს, ხო, განსაკუთრებით ოპტიმალური პერიოდია ხოლმე ეს გარდამავალი პერიოდი ნოემბრიდან ზამთრის დადგომამდე, ასევე ეს პერიოდი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზამთრის დასასრულს, როდესაც თბება, უფრო აქტიურდებიან ხოლმე სეზონური ვირუსები. შესაბამისად, მეტია ხოლმე დაავადებული და ასე ვთქვათ დაინფიცირების სტატისტიკაც. დიახ. ასევე მინდა კითხოთ აი ეს პირველ სიმპტომებზე რაზე გაამახვილო მშობლებმა ყურადღება, როცა ბავშვებს ეხება საკითხი, ან მოზარდებში რა სიმპტომები შეიძლება იყოს? კი ბატონო, იქიდან გამომდინარე, რომ პატარებში ჩვენ იმუნიტეტი არის გამოუცდელი, ასე ვთქვათ, შედარებით სუსტი, ბევრ პათოგენთან უწევს კონტაქტი და შესაბამისად უფრო ხშირად ავადობენ. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავი დავიცვათ მშობლებმა, ასევე პატარებმა ვირუსებისგან, ხო? პირველ რიგში, რახან ამ კატეგორიას ვეხებით ბავშვებს, უნდა გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რომ ხშირად ესეთი პრობლემას აწყდებიან ხოლმე მშობლები, ბაღში მოსიარულე, სკოლაში მოსიარულე, ну, ძირითადად უმეტესობა დადის ამ კონკრეტულ ზემოდასახელებულ დაწესებულებებში, უფრო მეტი არის ერთმანეთთან კონტაქტი, გადადების შანსი უფრო მეტი არის, შესაბამისად უფრო ხშირად ასევე იჩენს გარდა იმისა, რომ იმუნიტეტი სუსტი არის, ეს ფაქტორიც ასე ვთქვათ განსაზღვრავს ხოლმე დაავადების სტატისტიკას. რაც შეეხება პრევენციას, ხო, უნდა ვეცადოთ, რომ ვირუსიანი ბავშვი ნაკლებად ვატაროთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, რადგან დავიცვათ სხვა ბავშვები ამ ვირუსებისგან, შესაბამისად სტატისტიკაც უფრო, ასე ვთქვათ, ოპტიმალური იქნება. დიახ. ნამდვილად გეთანხმები, იმიტომ რომ ჩემი შვილებიდან გამომდინარე, ბაღში ახლა წელს პირველად წავიდნენ და ერთი კვირა დადიან, ორი კვირა სახლში ვისვენებთ ვირუსებიდან, უკვე საკმაოდ დიდი ხანია და იმედია ეხლა დამთავრდა ბოლო ვირუსი და ხვალ ისე ბაღში მიდიან. ეხლა რა მინდა კითხოთ, აი გართულებების კუთხით ვირუსებთან დაკავშირებით, რა და რა გართულებებს ველოდებით, თქვათ, ყელყურცხვირის მიდამოსთან მიმართებაში? კი ბატონო, ძირითად შემთხვევაში სიმპტომები იწყება ხოლმე ყელის ტკივილით, ცხვირის სუნთქვის გაძნელებით, პროფილურად თუ შევხედავთ ექიმურად ეს დიაგნოზი არის მწვავე ნაზოფარინგიტი, ეგრეთ წოდებული სურდო, რომელიც კლასიკურად დამახასიათებელი სიმპტომებია ხოლმე პირველ რიგში ესენი იჩენენ თავს. რაც შეეხება თვითონ პაციენტის სიმპტომებს, ეს არის ზოგადი სისუსტე, ასევე როგორც აღნიშნეთ, ყელის ტკივილი, ცხვირის სუნთქვის გაძნელება და რატო არის ეს უფრო რთულად გამოხატული პატარებში ხოლმე. როდესაც არის ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, ყლაპვის გაძნელების, ტკივილის, შესაბამისად კვება, სითხის მიღება უფრო შეზღუდულია და ამ შემთხვევაში ბავშვის ორგანიზმი უფრო მარტივად რეაგირებს ამ კონკრეტულ დეფიციტზე, ხო? სითხის დეფიციტზე, კვების დეფიციტზე და მშობლებს ურჩევდი, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციონ ამ კონკრეტულს, რადგან ადვილად დეჰიდრატირდებიან, შესაბამისად უფრო შეიძლება გართულდეს ეს ვირუსული ფონი და რიგ შემთხვევებში შეიძლება სტაციონარიზაციაც დაჭირდეს, რაც გულისხმობს უკვე გადასხმებს, ინჰალაციას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. დიახ. აი რაც შეეხება უკვე კონკრეტულად აი ეს ანგინას, ტონზილებს, რა ვირუსების შემდგომ გართულების პერიოდში როგორ მიმდინარეობს? დიახ. რაც შეეხება ვირუსულ ფონს, სიმპტომურად ხდება მისი მკურნალობა, შესაბამისად რიგ შემთხვევებში მარტივად გადის ხოლმე, თუმცა არის ხოლმე გართულებები, რაც გულისხმობს იგივე ტონზილიც, ანგინას, ასევე შეიძლება იყოს შუაყურის ანთებაც ამ კონკრეტული ვირუსით გამოწვეული და ამ ანთებების მართვა შედარებით უფრო რთულია ხოლმე და შედარებით უფრო მეტ გართულებებს იწვევს. კონკრეტულად ტონზილიძე თუ ვისაუბრებთ, ანუ ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი. თუ სუფთა ვირუსული ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, მკურნალობთ ანტისეპტიკური საშუალებებით, ცავლებებით, ბავშვებში შედარებით უფრო სპეციფიური თემაა ხოლმე.
უფრო რთულია მისი მკურნალობა, თუმცა სხვა გამოსავალი როცა არ არის, საჭიროა ხოლმე გამოყენება ამ ანტისეპტიკური სპრეების. რაც შეეხება ბაქტერიულ უთმოს, ამ შემთხვევაში გვჭირდება ხოლმე უკვე ანტიბიოტიკების ჩართვაც. და ამაზეც მინდა რომ პატარა აქცენტი გავაკეთო იქიდან გამომდინარე, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვირუსული სიმპტომები იწყება, უყვართ ხოლმე პირდაპირ ანტიბიოტიკებით დაწყება მკურნალობის. შესაბამისად, ურჩევდი, რომ სანამ ამ კონკრეტ თვითმკურნალობას დაიწყებდნენ, გაიარონ კონსულტაცია, ჩააბარონ შესაბამისი ანალიზები, რომლებიც აჩვენებენ არის თუ არა ეს ბაქტერიული ფონი დაჭირდება თუ არა ანტიბიოტიკი, შესაბამისად იმის მიხედვით უკვე დაენიშნება და ჩაუტარდება მკურნალობა. რამე ჩაგიკითხვა, რადგან ანტიბიოტიკს შეეხება. აი, როდესაც ტონზილიტი არის გამწვავების პერიოდში და შემდგომ ყოველთვის აუცილებელი ანტიბიოტიკის ჩართვა? რა თქმა უნდა, არა. აი, წერან როგორც აღნიშნე, შეფასება ხდება სპეციალისტის მიერ პირველ რიგში, ფარინგოსკოპიით თვალიერდება ტონზილები, თუ იქ გამოხატული თეთრი, ასე ვთქვათ, ჩირქიანი ნადები არის, რომელიც უკვე ვიზუალიზირდება, ამ შემთხვევაში კითხვის ნიშანიც არ რჩება, შეგვიძლია დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია. თუ არ არის ვიზუალიზირებული, მაგ შემთხვევაში უკვე როგორც აღინიშნა ანალიზები. ასევე მინდა ჩაგეკითხო, ჩემს ბავშვობაში და ხშირად გამოუყენებიათ ხოლმე, როდესაც ჩირქის პარკები არის ხოლმე, თქვათ მარლაზე დახვეული, მარლად კოვზზე დახვეული, ამოუწმენდიათ ხოლმე სახლში. რამდენად არის ეს გამართლებული? ანუ ეს მიდგომა თავის, ასე ვთქვათ, არსით მოიცავს ანტისეპტიკურ თერაპიას, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ეს მექანიკური ჩარევა იმდენად გამაღიზიანებელია და შეიძლება მექანიკური დაზიანებაც გამოიწვიოს პირის ლორწოვანის, რომ მე მაგალითად და ზოგადად ყელყურის ექიმი რეკომენდაციას არ გაუწევს მსგავს მიდგომას. დღესდღეობით არსებობს თანამედროვე, ასე ვთქვათ, კონსერვატული მკურნალობისთვის გამოსაყენებელი პრეპარატები, შესაბამისად ჯობს რომ არ ვაწვალოთ ბავშვები მსგავსი პროცედურებით. დიახ. ასე რომ შევეხოთ შუაყურის ანთებას, ხშირად პოსტვირუსულ პერიოდში რთულდება ხოლმე და ჩვენს პატარებს აწუხებთ ხოლმე ყური. ესეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? კი ბატონო. ბავშვებში ოტიტები ძირითად შემთხვევაში უფრო ხშირია ხოლმე იქიდან გამომდინარე, რომ ევსტახის მილი არის შედარებით მოკლე და განიერი. შესაბამისად ინფექცია მარტივად გადადის ხოლმე შუაყურში. ანთებითი პროცესის, ასე ვთქვათ, სიმწვავე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად უმკურნალებთ იმ საწყის ეტაპს. ეს იქნება რინიტი, მწვავე რინიტი. სასურველია, რომ საწყის ეტაპზევე გავხსნათ ცხვირი გამხსნილი სპრეებით, გულისხმობ შეშვების მოხსნას. თუმცა ხშირ შემთხვევაში მაინც ვითარდება ხოლმე ეს ანთებითი პროცესი. და როგორ მიმდინარეობს ეს? როგორც აღნიშნეთ, ევსტახის მილიდან გადადის ინფექცია ყურში, ეს ევსტახის მილი შუპდება, შესაბამისად შუაყურიდან ამ სითხის დრენაჟი ვეღარ ხდება, ანთებითი პროცესი პროვოცირდება, რომელიც იწვევს ხოლმე ყურის ტკივილს, სმენის დაქვეითებას დროებიც, რა თქმა უნდა, ამ მწვავე ვირუსული პერიოდის დროს და დისკომფორტის შეგრძნებას ზოგადად. აი ეს მოცემულობაა. და რაც შეეხება შემდგომ უკვე გახანგრძლივებულ ამ სმენის დაქვეითების ფონს, ეს უკვე შესაძლებელია დამატებითი კვლევებით. თუ იმ შემთხვევაში მკურნალობას არ დაექვემდებარა რა ეს ანთებითი პროცესი, სასურველია, რა თქმა უნდა, სიმპტომურადაც შეფასდეს, ვიზუალურად დათვალიერდეს და არსებობს ასეთი კვლევა ტიმპანომეტრია, რომელიც აფასებს შუაყურის მდგომარეობას. არის თუ არა სითხე შუაყურში, არის თუ არა ევსტახის მილი შეშუპებული ისევ. თუ ეს, ასე ვთქვათ, გახანგრძლივდა, ამ შემთხვევაში გახანგრძლივებულად სხვა კონსერვატული მკურნალობა ინიშნება. იმ შემთხვევაში თუ ამასაც არ დაემორჩილა, მაგ შემთხვევაში ჭირდება უკვე, ასე ვთქვათ, ქირურგიული ჩარევა. გულისხმობს ეს დაფისაბკის ხელოვნურად, ასე ვთქვათ, დარღვევას, რათა მოხდეს დრენირება შუაყურში არსებული შიგთავსის. დიახ. ასევე მინდა ჩაიკითხოთ, ხშირად არის ხოლმე დამოკიდებულება ამ სპრეი გამხსნელებზე და ცხვირის სპრეებზე და რამდენი ხანი არის, ვთქვათ, რეკომენდებული პერიოდი მისი გამოყენების? მაქსიმუმ ამ სპრეის გამოყენება არის რეკომენდებული 5-7 დღე. ნუ არსებობს პლუს-მინუს რამდენიმე დღე, თუმცა არის რისკი იმისა, რომ პაციენტი დამოკიდებული გახდეს ამ სპრეიზე. დიახ. ეს სპრეები კონკრეტულად ანუ ასე ვთქვათ, არსებობს იმისთვის, რომ მწვავე პერიოდი ვმართოთ. ანუ ეს იქნება
მწვავე შეშუპება, ცხვირის ლორწოვანის, ნიჟარების შეშუპება, რომლებიც შემდგომ უკვე თუ დამოკიდებულია პაციენტის სპრეიზე, აღარ ემორჩილება ამ სპრეის, უკვე ჭირდება ხოლმე ოპერაციული ჩარევა. გასაგებია და ასევე მინდა ერთი დავამატო, აი თუ ამ ყურის ანთებას ერთვის ასევე ტემპერატურა. სტანდარტულად რა შეიძლება ჩვეულებრივ სტანდარტულ სიცხის დამწავები თუ რამე განსაკუთრებულია? რა თქმა უნდა, თუ მწვავე ვირუსული ფონი არის კლინიკურად ბანალურად იმართება ეს, იქნება ეს ტემპერატურის დამწევით, კივილგამაყუჩებელი თუ შეშუპების და ასე ვთქვათ, ანთების ჩასაცხრობის საშუალებისთვის. აი თაზო ხატია საკითხვა, დია ხატია. შოთა მივესალმები შენ სტუმარს, ერთი კითხვა მექნება. აი თუ არის ვირუსი, მაგრამ არ არის მაღალი ტემპერატურა და ხველა. ხანდახან მშობლებს გონიათ, რომ ეს არის რადგან გაზაფხულის დასაწყისია ალერგია და როგორ არ უნდა გამოგვეპაროს ეს მომენტი, თუნდაც იყოს ვირუსი და გვეგონოს ალერგია, ან პირიქით. კი ბატონო, თუ არაკლასიკურად მიმდინარეობს, ანუ გულისხმობ ამ ტემპერატურას, თუ არ არის გამოხატული და არის რაღაც ნაწილობრივი სიმპტომატიკა გამოხატული, ამ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვლევები. პირველ რიგში კონსულტაცია ექიმთან, რათა შეაფასოს რა სახის, ასე ვთქვათ, გამომწვევი არის, რა სახის პათოგენი არის ეს ალერგენი, ვირუსი თუ ბაქტერია. როგორც აღნიშნე, ანალიზებითაც ფასდება დამატებით ეს ყველაფერი, რომ სრული სურათი შეიქმნას, შესაბამისად იმის მიხედვით ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა. და ბატონო თამას, ძალიან ხშირად რჩება ხოლმე მოზრდილებშიც და ბავშვებშიც ვირუსის შემდეგ ალერგიულ რინიტში ხანდახან გადადის ხოლმე და აი ამ შემთხვევაში რა უნდა მოვიმოქმედოთ, როცა სურდო გრჩება დიდხანს, თითქმის რამდენიმე თვე. კი ბატონო. ნახეთ, ასეთი მკურნალობა არსებობს ზოგადად ალერგიული ფონის ანტიჰისტამინური საშუალებებით, რაც შეეხება კონკრეტულად ალერგიულ რინიტს, მანდ უკვე კომბინირებული, ასე ვთქვათ, მკურნალობა არსებობს. ეს არის ასევე ანტიჰისტამინი და ცხვირისთვის არსებობს სპრეი, კონკრეტული სპრეი, კორტიკოსტეროიდი, რომელიც ალერგიული რინიტისთვის გამოიყენება ხოლმე. ამ კონკრეტულ სპრეის, ასე ვთქვათ, აქვს უნარი, რომ ეს შეშუპება ჩააცხროს, ალერგიული ფონი მოხსნას ადგილობრივად და პრივილეგია სხვა სპრეებთან აქვს ამ სპრეის ის, რომ გახანგრძლივებულად შეიძლება გამოყენება და არ იწვევს დამოკიდებულებას. მადლობა. კარგი. იმიტომ ხშირად არის ხოლმე სპრეებზე ძალიან დამოკიდებულია ხოლმე ჩვენი მოსახლეობა და მე გადაჩვევა საკმაოდ რთულია ასე ვთქვათ. კი ბატონო. ასევე მინდა სანამ დავასრულებთ, აი როდი შეიძლება ჩვენი ტონზილები გახდეს საოპერაციო და ქირურგიული ჩარევა როდის არის საჭირო პაციენტებში? კი ბატონო. მანდ არის ძირითადი ფაქტორები, რომლებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში და ესეთი პროტოკოლით ასე არის მოწოდებული 3-4, ასე ვთქვათ, მწვავედ გამოხატული ანგინა, რომელიც მოიცავს ასე ვთქვათ, ჩირქოვან ნადებს და ასე ვთქვათ, მწვავედ მიმდინარეობს. სტატისტიკურად არის ჩვენება, რომ უკვე ჩარევაზე, ოპერაციულ ჩარევაზე ვიფიქროთ. ასევე არის დამატებითი კვლევები, ანალიზებს გულისხმობ, რომლებითაც შეიძლება შეფასდეს რევმატოიდული ფონი, მაგალითად უნდა ჩავაბაროთ ანტისტრეპტოლიზინი, რომ განსაზღვროთ რამდენად დაკარგა ფუნქცია გლანდმა და რამდენად იწამლება ბჭყალებში, ანუ ამ კონკრეტული ტონზილიდან გადასული სტრეპტოკოკით სისხლი, შესაბამისად თუ ეს ყველაფერი გვაძლევს იმის მიზეზს, რომ ჩარევა გავაკეთოთ ქირურგიული, რა თქმა უნდა, არ უნდა დავაყოვნოთ, რადგან ეს პროცესი უკვე ქრონიკულია, რომელმაც შეიძლება აონოს როგორც გულის სარქველებს, ასევე ზოგადად რევმატოიდული ფონით ჩამოაყალიბოს, სახსრების ტკივილი, ზოგადად დაღლა. ამიტომ ეს პროცესი შეიძლება მინელდეს, მაგრამ არ ალაგდეს და მთელი ცხოვრება შეაწუხოს პაციენტი, შესაბამისად, რაც უფრო მალე მოხდება მოცილება, მით უკეთეს. დიახ. კი ბატონო, ჩვენს მოსახლეობას აქვს ხოლმე ინფორმაცია, რომ ეს ძირითადად თუ ტონზილები და გლანდები გვაწუხებს, გული და სახსრების პათოლოგიები აქტიურად მოდის ხოლმე. მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისათვის, ესეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო კლინიკა პირველის ოტორინოლარინგოლოგი ბატონი თამაზ დევნოზაშვილი. მან დღეს ისაუბრა ვირუსულ პათოლოგიებზე და შემდგომში გამწვავებებთან დაკავშირებით, რომელიც ყელყურცხვირის მიდამო შეიძლება უკავშირდებოდეს. და ჩვენც მაქსიმალურად ვეცადოთ, რამდენადაც შესაძლებელია ავიცილოთ ჩვენი შვილების სკოლებში, ბაღებში
არ გაუშვათ, როდესაც აქვს სიმპტომები პაციენტებს და მოვერიდოთ სხვა ადამიანის ინფიცირებისგან რამდენადაც შესაძლებელი იქნება, მე ერთი კვირით დაგემშვიდობები და გისურვებ ჯანმრთელობას. შოთა, ძალიან დიდი მადლობა შენ და სტუმარს და ხომ იცი რომ მე მაინც ჩემს თავთან ვრჩები იმ აზრზე რომ აი 9 წლის ასაკში რომ ეგრეთ წოდებული გლანდების ოპერაცია გავიკეთე, იმიტომ არ ვარ მაღალი. მაინც ასე მჯერა იცოდე. მადლობა შოთა, მადლობა შენ სტუმარს, წარმატებებს გისურვებ მომავალ კვირამდე დაგემშვიდობებით. დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ძალიან საინტერესო თემით დაგვიბრუნდები. ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ჩემო ხატია. ჩვენს მაყურებელს ვეთქვი რომ რეკლამა ძალიან მალე გაივლის, ასე რომ დაგველოდეთ არ გადართოთ, ძალიან საინტერესო რჩევებით უნდა შემოგვიერთდეს ანა ზაქაშვილი, ასე რომ ვნახოთ რა რჩევებს მოგცემს თავის რუბრიკა სარჩევში. რეკლამა. პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, დილამშვიდობისას გეტყვით და გეტყვით ასევე რომ რუბრიკა სარჩევით გიბრუნდებით ანა ზაქაშვილთან ერთად. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, რა თქმა უნდა, გამოზამთრებული მცენარეების მოვლის ახალი ეტაპი იწყება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ იმ საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ, რომლებიც ჩვენი ინტერიერის და ექსტერიერის მცენარეებს ახალი სეზონისთვის მოამზადებს. სწორედ ამიტომ ანა ზაქაშვილი რუბრიკა სარჩევის ფარგლებში ანემონეს დამფუძნებელს ფლორისტ ანი არველაძეს ესტუმრა და იქიდან გაგვიზიარებს საინტერესო რჩევებს და სანდო რეკომენდაციებს გაზაფხულზე მცენარების მოვლასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მცენარეს უნდა ბავშვებით და სულიერი არსებასავით მოვლა ჩემო საყვარელო და ამიტომ ორი ანას უსმენთ და ვიზიარებთ რეკომენდაციებს. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ინტერიერის და ექსტერიერის მცენარეების მოვლის რუტინა იცვლება. სწორედ იმისთვის, რომ ჩვენს მაყურებლებს საინტერესო რჩევები მივცეთ მცენარეების მოსავლელად, ვეწვევთ ანემონეს დამფუძნებელს ანი არველაძეს, ანი მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მას პინძლობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ საინტერესო რჩევები უნდა გაუზიაროთ ჩვენს მაყურებლებს. ხედავთ ძალიან საინტერესო ნივთებს და მოდი დავიწყოთ საუბარი იმაზე თუ რა ესე ვთქვათ ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ გაზაფხულზე და ჩავატაროთ ჩვენს როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის მცენარებს და დავიწყოთ ინტერიერის მცენარებით. მოგესალმებით, აინი მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ყველას ულოცავ გაზაფხულს, ასევე გილოცავთ ჩვენს ქალბატონებს, უკვე განვილმა დღესასწაულებაც ჩაიარა და ნამდვილად ჩვენთვის ქალბატონებისთვის საყვარელი პერიოდი იწყება და არა მხოლოდ ფიქრობ ქალბატონებისთვის და ამ დღესასწაულებთან ასოცირდება და გაზაფხულთან სწორედ ტიტები, რომლის გადარგვასაც სულ ცოტა ხანში ვაჩვენებს თქვენს მაყურებელს, ნამდვილად გვიხალისებს თავისი მრავალფეროვნებით ამ დღესასწაულებს და არის ძალიან ლამაზი მცენარე, რომელიც შეგვიძლია როგორც თაიგულში, ესე ლარნაკში ვაყოფოთ, ასევე შეგვიძლია რომ ქოთანშიც ვყავთ. ვაჩუქოთ ჩვენს ადრესაც, ხო? და შემდეგ რა თქმა უნდა გადავიტანოთ ნიადაგში, ხო? ეს არის უფრო ექსტერიერის მცენარე. მოდი დავიწყოთ ტიტის გადარგვით და ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს სწორად როგორ უნდა გადარგას ყვავილი, რადგან ამ პერიოდიდან იწყება ყვავილების გადარგვის აქტიური სეზონი, ხო? კი ბატონო, ნამდვილად ასე, აი გაზაფხული გახლავთ აქტიური პერიოდი გადარგვისთვის, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ტიტა ირგვება, ტიტას ბოლქვია, ეს გახლავთ ტიტას ბოლქვი, ირგვება შემოდგომაზე და გაზაფხულზე უკვე ესე ლამაზად გამოიყურება. ეხლა ის ჩვენ პირდაპირ ნიადაგიდან ყავს ამოყვანილი და შეგვიძლია რომ ქოთანში გადავიყვანოთ. რა თქმა უნდა და იმედი მაქვს რომ თქვენს მაყურებელს ახსოვს გადარგვის ეს პრინციპი, რომ ქოთანი უნდა იყოს აუცილებლად გახრეტილი, გადარგვამდე ვიყენებთ ასევე პემზის კენჭებს, რომელიც ესე გამოიყურება და შეგიძლიათ ნებისმიერი კენჭიც გამოიყენოთ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დაგუბდეს კალი და წყლის დრენირება მოხდეს ძალიან კარგად. ქოთანი უნდა დაიფაროს რამდენიმე სანტიმეტრზე. და თუ კი პემზის ქვები არ გვაქვს, როგორც გითხარი, შეგვიძლია ნებისმიერი ქვები გამოვიყენოთ. შემდგომ უკვე ვიყენებთ უკვე შეზავებულ კარგ მსუბუქ ნიადაგს, რომელიც შეიცავს სხვადასხვა მინერალებს და ნიადაგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორად შეურჩიოთ მცენარეს. ეს შეზავებული ნიადაგი იყიდება, თუ ჩვენ შეგვიძლია რომ მაგალითად მიწას შევურიოთ რაღაც სხვადასხვა მინერალები. შეგიძლიათ სალსალკეც იყიდება ეს მინერალები და ძალიან საკმაოდ სასიამოვნო პროცესი გახლავთ. ნიადაგის
შემდგომ ვყრის სასუქს, ამ შემთხვევაში ვიყენებ ოსმოკოტის გრანულებს, რომელიც არის ძალიან კომფორტული, იყრება გადარგვამდე და ყველა მორწყვის დროს მცენარის ფესვებთან იხსნება, რაც არის ძალიან კომფორტული ამ თვალსაზრისი. შემდგომ უკვე უნდა ჩავსვათ მცენარე. ანუ თუ შეიძლება გთხოვთ დახმარება, მადლობა, ესე ლამაზად გადავანაწილოთ. აი გადავარგეთ უკვე და ესეთი ულამაზესი გამოვიდა და რაღაცნაირად თერაპიასავით არის ყვავილების მოვლა და გადარგვა ზოგადად. ანუ ამ ტიტას როგორ უნდა ამოვუაროთ, ან ნიადაგში როგორ უნდა გადავიტანოთ, თუ კი მაგალითად საჩუქრად ვაჩუქეთ ვინმეს. კი ბატონო, ერთი რომ შეგვიძლია ქოთანში ვაცხოვროთ, როგორც ახლა ჩვენ უკვე გადავარგეთ და გადარგვის შემდგომ აუცილებელია რომ მოურწყათ და მოურწყას რა თქმა უნდა გირჩევთ ნადგამი წყლით, ზოგადად ტიტა გახლავთ ექსტერიერის სცენარე, გარე პირობების მოყვარულია. და როგორც თქვით, ტიტას ბოლქვი ირგვება შემოდგომაზე და გაზაფხულზე ამოდის. ძალიან ხშირად გონიათ ერთწლიანი და ასე არ არის, უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ბოლქვი არის მრავალწლიანი. შეგვიძლია რომ ნიადაგში დავტოვოთ, ან ამოვიღოთ, შევამოწმოთ, რომ არ იყოს დაზიანებული, დამპალი, შევინახოთ გრილ ადგილას, ისე რომ არ გაღვივდეს და შემოდგომაზე შეგვიძლია ჩავიღოთ და გაზაფხულზე ისევ გაიხარებს. ანუ მორწყვა ახსენეთ თქვენ და მოდი ზამთარში კი ვისწავლეთ თქვენგან, როგორ უნდა მოურწყათ მცენარეები და რა ინტენსივობით, თუმცა აი გაზაფხულზე რა ინტენსივობით ვწყავთ მცენარეს და როდის ხვდებით სჭირდება თუ არა მას წყლი. მადლობა ანი ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ მორწყვა ყველა სეზონზე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პერიოდში იცვლება მორწყვის ამბავი. ინტერიერის სცენარეებთან სტანდარტულად, როცა ნიადაგი უშრებათ და უნდა დავაკვირდეთ უკვე დღე გაიზარდა, მზე უფრო დიდხანს გვითბობს გულებს და გარემოს და შესაბამისად უფრო სწრაფადაც შრება ნიადაგი და აი ზამთრის ძილიდან გამოგვიძებულ მცენარეებს უფრო ხშირად უნდებათ შესაბამისად მორწყვა. განსაკუთრებით ექსტერიერის სცენარეებს, რომელიც გვყავს ნიადაგში ან აივანზე ქოთნებში, აი ზაფხულის განმავლობაში თუ კი მთელი დღე არის მზე, ჩვენს აივანებზე არ უნდა დაგვაუწყოს, განსაკუთრებით აგვისტოში, როცა დასასვენებლად მივდივართ, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგ სივრცეს ყოველ საღამოს სჭირდება მორწყვა ან დილას ადრიანად. Ani, იმისთვის რომ ჩვენი ყვავილები გაიზარდნონ, გაიფურჩქნონ და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი არის მივაწყოდოთ მას დამატებით კიდევ სასუქი, ხო? თუმცა საინტერესო არის დოზები, რომ ბევრი არ მოგვივიდეს, პირიქით უფრო არ დავაზიანოთ ჩვენი მცენარე და საერთოდაც როგორ უნდა შევარჩიოთ სასუქი, რას უნდა მივაქციოთ სასუქის შერჩევის დროს ყურადღება, დარწმუნებული ვარ, ძალიან აინტერესებს ყვავილების მოყვარულებს და ჩვენს მაყურებლებს. ნამდვილად საჭირო ინფორმაცია, რადგან ხშირ შემთხვევაში ანემონეში მოდიან მომხმარებლები, რომლებს აი დღესაც მქონდა საუბარი, მაგალითად მითხრა ალბეტონმა, რომ 3 წელია ერთსა და იმავე ქოთანში ყავს მცენარე და გაუყვით ფოთლები, უკვე ცვენა დაიწყო და როცა ჩავეკითხე, რომ სასუქი, მიპასუხა, რომ 3 წლის განმავლობაში არ მიუცია, არც გადაურგავს მცენარე, არც ახალი ნიადაგი არ დაუმატებია. ეს უნდა გვესმოდეს, რომ ნიადაგს აქვს თავისი, ამ მინერალებს აქვს თავისი რესურსი, ლიმიტი, კი ბატონო, რომელიც იწურება, ქოთანში უკვე სხვა დამატებით რესურს ვერ მიიღებს, ამიტომ ყოველთვის სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ხშირ შემთხვევაში არის განსაკუთრებით დიდ მცენარეებთან, რომ ყოველ წელს არ ვყავთ ამ მცენარებს. ამ შემთხვევაში ერთი რომ ვაძლევთ სასუქს და ასევე ზედაპირულად შეიძლება რომ მოიხსნას ძველი ნიადაგი, გავაფხვიეროთ ეს ნიადაგი და შემდგომ უკვე დავუმატოთ ახალი ნიადაგი და როცა მოვწყავთ, უკვე ახალი მინერალები ფესვებთან ჩავა. სასუქს რაც შეეხება, უკვე შეიცვალა ეს მიდგომაც, ანუ ზამთრის განმავლობაში ხშირად არ აძლევენ ხოლმე მცენარეებს სასუქს, თუ კი გამოვიყენებთ ორგანულ სასუქებს და სამედნიეროდ ჩვენ ქვეყანაში უკვე არაერთი კარგი ორგანული სასუქის შეძენა შეგვიძლია, ორ კვირაში ერთხელ ყველა სეზონზე, როგორც ზამთარში, ასევე გაზაფხულსა და ზაფხულში შეგვიძლია, რომ ორ კვირაში ერთხელ მოურწყათ ჩვენი მცენარეების სასუქით და ასევე ფოთლიდან კვებაც მივცეთ, რომ დავატენიანოთ. კი ბატონო, ani მოდი მაშინ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, როგორ უნდა და რა ფორმით უნდა მივაწოდოთ სასუქი ჩვენს მცენარებს. Ani, აქ გვაქვს ესეთი თხევადი სასუქი. მოდი ვუთხრათ მაყურებელს, რისთვის არის ეს სასუქი და როგორ უნდა შეარჩიონ ალბათ ხო სასუქები გარკვეული საჭიროებების მიხედვით. იონი, რომელსაც ახლა თან გავხსნი და ვასწავლოთ თქვენს მაყურებელს როგორ იხსნება, 30 მილიგრამი იხსნება 10 ლიტრ ნადგამ წყალში, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი სასუქია, ორგანულია, რაც მთავარია და ეხმარება მცენარეებს ზრდაში, ასევე სიჯანსაღეში, შეიცავს სხვადასხვა მინერალს, უზრუნველყოფს კარგად და
ყვავილობას და ეს ასუკი შეგვიძლია გამოვიყენოთ ორ კვირაში ერთხელ, ძალიან ისეთი მარტივია მისი გამოყენება. სასუკი უკვე გავამზადეთ, როგორც სარწყავში, ასევე სპრეიერში და შეგვიძლია მცენარეს მივცეთ. როგორც ნიადაგზიანი, აი ამ სასუქს ეს კომფორტი აქვს, რომ შეგვიძლია ნიადაგზე დაუსხათ და მოვწყათ და ასევე ყვება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რომ ვატენიანებთ და მეორე რომ უკვე ფოთლიდან ყვებას ვაძლევთ. Ani, ეს რაც შეხებოდა ინტერიერის მცენარეებს, ახლა ბაღში რა ხდება ექსტერიერში გადავინაცვლოთ, როგორ ვეხმარებით ექსტერიერის მცენარეებს გაზაფხულზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზაფხულზე არ დაგვავიწყდეს ტემპერატურის მატებასთან ერთად სამწუხაროდ აქტიურდებიან მავნებლები და რომლებსაც ახასიათებთ, რომ ერთი მცენარეიდან შეიძლება მეორე დაავადდეს და ასე შემდგომ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, როგორც ბაღში, ასევე აივანზე პროფილაქტიკის მიზნით შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ პრეპარატი, რომელიც დაგვიცავს იმისგან, რომ შემდგომში დაავადდნენ ჩვენი მცენარეები. აი, სითბო ხელს უწყობს ძალიან, ასევე უხვინალექი როდესაც არის გაზაფხულზე ხშირად წვიმს, ესეც ძალიან მოსწონთ სამწუხაროდ სხვადასხვა მავნებლებს და აქვე აღვნიშნავ. აი, კირით აკეთებენ ხოლმე ასეთ დროს, თუ არის ეს მეთოდი. აქტარ არის ესეთი პრეპარატი, რომელსაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ პროფილაქტიკის მიზნით და უნდა აღვნიშნო ის, რომ სამწუხაროდ მცენარეები ავადდებიან და რადგან დაავადდა, არ უნდა გადავაგდოთ ეს მცენარე. არსებობს პრეპარატები, რომლითაც ვუმკურნალებთ და რომლითაც ასევე პროფილაქტიკის მიზნითაც შეგვიძლია როგორც აღვნიშნე გამოვიყენოთ. პროფილაქტიკის მიზნით რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდებული მაგალითად ასეთი დამცავი პრეპარატების გამოყენება? შეგვიძლია მეორე კვირას გავუმეოროთ. ხშირად რა თქმა უნდა ესეც არ არის საჭირო, იმიტომ რომ ესეც ერთგვარი სტრესი გახლავთ მცენარეებისთვის. გასვლის ამბავის აქტიურად მიმდინარეობს ბაღში და ასევე გამრავლების პროცესიც მიდის, რაც გაზაფხულს თან ახლავს და ესეთი ძალიან კარგი აქტიური პერიოდი მოდის ყველა მხრივ და მინდა რომ ყველა ძალიან ბარაქიანი, ძალიან კარგი, ფერადი და რაც თავარია, მშვიდობით სავსე გაზაფხული უსურო და გულით ვჯერა რომ ნამდვილად ხალხის გაზაფხული მოდის. ძალიან დიდი მადლობაანი, ჩვენც გვჯერა რომ ხალხის გაზაფხული მოდის და იმედი მაქვს ასე იქნება. Აი ესეთი იყო კვირის სარჩევი, საინტერესო, ვფიქრობ ჩვენი მაყურებლებისთვის და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შენ მასპინძლობისთვის, იმედი მაქვს ჩვენი რჩევები გამოადგება ჩვენს მაყურებელს. ოხრა სილამაზე იყო არა? ანისთან 64 ნამდვილი და რაღაცნაირად მგონია, ბაჩო, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ყველაზე მეტად გაზაფხულთან ტიტა ასოცირდება თვითონ ყვავილი და მგონია რომ აი ტიტას რო უყურებ გაზაფხული. ტიტა ასოცირდება, მაგრამ მე პირადად რაღაცნაირი ცოტა სევდიანი ვარ ტიტა. ნუ მე მესმის საიდანაც. ხო, კი, და 9 აპრილიდან. ხო, და სხვათა იმიტომ რომ გაზაფხული იყო და ჩემს უფროს ქალიშვილს უყვარს ძალიან ტიტა და სვამობს რომ მე როგორ მიყვარს ტიტა და მე ანუ ეს და არ ვეუბნები რომ რაღაცნაირია ჩემთვის. მეც მქონია სხვათა შორის ეს განცდა, თუმცა ეხლა გათანამედროვებული ხო არის სხვადასხვა ფერები და უკვე თითქოს იქ ვეღარ ვაკავშირებ ის წითელი ტიტა უფრო. ყვითელი ტიტა აღარ მას გიშვება რა ქვია, სევდას აღარ გქურის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ანას საინტერესო რჩევებისთვის და ახლა დილის ლაივში გოგოლა კალანდაძის დროა, რომელსაც სოფლიო ბანი პაატა ბურჯულაძე მასპინძლობს. ასე რომ ვნახოთ გოგოლას სახლები. ძალიან საინტერესოა. დღევანდელ ჩემს რესპონდენტს დაბადებიდან უწინასწარმეტყველეს, რომ იმღერებდა და სცენაზე იდგებოდა. მართალია მას დიდად არ უნდოდა სიმღერა და ცოტა ცხენოდა კიდეც, მაგრამ დღეს მსოფლიოვანია, ის მსოფლიო მაღიარა, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. და ჩემთვისაც ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს მასთან ვარ სტუმრად სახლში. პაატა ბურჯულაძე იქნება დღევანდელი ჩვენი რუბრიკის მასპინძელი. წავედით. შეიძლება? მოგძანდით. კეთილი იყოს ჩემი ფეხი. როგორ ბრძანდებით? კარგად. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ თქვენ გაგვიღეთ თქვენი სახლის კარი. პირიქით. ძალიან გიხარია რომ მოგძანდით. ეს ანჟელა ჩემი მეუღლე, ოდესიდან. ულამაზესი ქალბატონი ყოლიათ მეუღლე. მაგრამ არის გერმანიის მოქალაქე.
ქართული ისწავლა თქვენ? ქართული ესმის, ყველაფერი ესმის ქართული. მოდი აქ, მოდი. ქართული ესმის ლაპარაკი ცხენია. ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ. კი ბატონო, თუ გნებავ ეს ყველაფერი ვის დამსახურება? თქვენი მეუღლის და თქვენ? სულამის, ყველაფერს ესაკეთებ. ეს დიდი ფუფუნება, როდესაც ბატონო, მეუღლე ყავს და მე ამ ბინაში რემონტიც არ გამიკეთებია. ჩვენ საერთოდ ცხოვრობდით ყოველთვის ბერლინში და ვართ კიდევაც ახლა ბერლინში, მაგრამ ეს ბინა რო შევიძინეთ, ეს იყო ჩამოსული და რემონტი გააკეთა სულ მან და ესა და ეხლა უბრალოდ ისეთ პერიოდია, ზამთრის პერიოდია, მე რადგან აქ ვარ გარკვეული მიზეზების გამო, რომ რუსთაველზე ყოფნის გამო, ჩამოვედი მე აქა და აი ჩამოვედით ყველანი. ჩვენი კატები ჩამოვიყვანეთ. აი შეგიძლიათ ანახოთ ეგერ ზის ერთი ჩვენი ეს არის ჩვენი ბიჭი და გოგოც გოგო აი აქ არის ხა მაგით ქვეშ არის შემწვრალი. რამდენი ხანია რაც ამ სახლში ცხოვრობთ? ორი წელი. მე რამდენადაც ვიცი თქვენი ოქროს ფონდში ინახება თქვენი ძვირფასი ნივთები. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კიდე გაქვთ ამ ისეთი საინტერესო ნივთი, რაც ჩვენ გვექნება საშუალება, რომ დავათვალიეროთ. ნუ საინტერესო რა მაქვს მე ახლა აქ ჩემი სამუშაო ოთახია, თუ გინდა წავით ერთი აქ წიგნების გარდა არის აი ნახეთ, ეს არის ჩემი ფირფიტები. ფირფიტები თვითონ იქ არის და ეს დისკებია ჩემი ოპერების, სხვადასხვა ოპერა. Deutsche Grammophonთან, Decasთან, Philipsთან, EMI-თან ერთად ისენი. საერთოდ აქ რაც საინტერესოა, მე ძალიან მიყვარს რუსიკო ფეთუიაშვილი. და რუსიკოს ნახატები მაქვს ძალიან ბევრი აქაც და ბერლინშიც. ნუ ნახატები ლადო გუდიაშვილის ნახატები გვაქვს. გიყვართ ნახატები? ნუ ეხლა მე როგორ მიყვარს, ნუ ცოტა ლამაზია, სიამოვნებას ღებულობ. სიყვარულით მე მიყვარს მარტო სიმღერა. მაგრამ ეხლა ეს არ შეიძლება რომ არ მოგეწონოს ლადოს ნახატი და არ შეიძლება არ მოგეწონოს რუსიკოს ნახატი იქაც და ეს ყველაფერი თავად შეიძინეთ? კი, რუსიკოს სხვა შორის ეს მე მაჩუკა, ეს მაჩუკა ჩემს იუბილეზე. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნახატია. მე ძალიან მომწონდა ყოველთვის ედმუნდ კალანდაძე და ეს მე ედმუნდ სანამ ცოცხალი იყო თხოვე და ეს მისი თივა არის ძალიან ლამაზი. ბატონო პაატა, გიყვართ სახში ყოფნა? კი, სახში ყოფნა ძალიან მიყვარს. რა დროს ატარებთ სახში და რა გიქმნით სახში კომფორტს? აი, რასაც უყურებთ, აქ ეს ყველაფერი არის ძალიან კომფორტული. მე აქ ვისვენებ, მე აქ სიჩუმეში ვარ. ყველას აქვს თავისი დრო. აი, როცა 13 სადინო მაქვს, მე შევდივარ იმ ოთახში. მე სადინიო, აი შემოძნეთ, როცა ვისვენებ, მე ვჭდები უფრო აქ ტელევიზორის საყურებლად. ეს ცოტა დაძაბული მომენტია, როცა ახალ ამბებს უყურებ, მაგრამ ფეხბურთით ამ ტელევიზორში კარგად ჩანს. მობრძანდით ჩემს სამუშაო ოთახში. ეს თქვენი სამუშაო ოთახი, სადაც მე დროს აქ ატარებთ. კი. მე აქ ვატარებ დროს, აქ მაქვს მე ჩემი როლები. თვითონ თქვენ როლზე რომ მოგვიყვეთ რაღაც თქვენი ისტორია. ეს არის ზაქარია. ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი როლი ლასკალაში, რომელიცაც გავხსენით ჩვენ სეზონი. ეს არის დონ კარლოსი თბილისის ოპერაში. ეს არის სახელგანთქმული დონ კარლოსი, რომელიც მელიوام დადგა და რა ვიცი, ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა. ეს არის ხოვანშინა ვენის ოპერაში. ვენის ოპერაში დოსფეის პარტია, ეს ბორის გოთუნოვი მეტროპოლიტენ ოპერაში. ეს არის კონჩაკის პარტია ბოროდინის, ეს არის კოვენგარდენი ლონდონი. ეს არის ატილა, ესეც ლონდონია. აი ამ როლებიდან რომელს გამოარჩევდით? თქვენთვის რომელი იყო საუკეთესო? ბანისტი საერთოდ არის ბორის გოთუნოვი ყველაზე მნიშვნელოვანი. და დონ კარლოსი. ესე იგი, აი ეს არის ეს ორი უმაღლესი მწერვალი ბანის პარტიისთვის და ატილა, რა თქმა უნდა, მე მაინც ატილას უფრო ემაშვებოდი ყოველთვის რაღაც უფრო ჩემს სტილში იყო. აი აქ მაქვს მე ეს ფირფიტები, რომელიც კიდე ახლები და ეს ვიდეო ოპერები, რომელშიც მე მიღია მონაწილეობა საზოგადოებრივ და ყველა შემწერ ფირფიტასთან და იმასთან ერთად. მე როგორც ვიცი, თქვენ დაიბადეთ თუ არა, თქვენ ისეთი ტირილი მორთეთ, რომ ყველა ექიმებმა და დედა დარწმუნებული იყო, რომ თქვენ გამოხვიდოდით მომღერალი. ანუ თქვენი ხმა შეადარეს მაშინ შალაპინს. დიახ. ესე იგი როგორ იყო, დედაჩემის მოთხრობილია, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს.
ნამდვილად კარგი მოგზაურობა. ხო და მე რო დავიბადე თურმე ესეთი ხმით წამოვიყვირე რომ ექიმა თქვა ვიცი შევერო რომ ესე მეორე შალეპენი დაიბადა. და ნაი გავიდა ზუსტად 30 წელი რომ კარაიანმა თქვა ჩემზე რომ ეს მეორე შალეპენია და ჩემი კარიერაც მაშინ უფრო გაფართოვდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, იღბლიანი ხართ? ძალიან. ცისხალობით იღბლის გარეშე არაფერი არ გამოდის. იღბალი არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ძალიან ნიჭიერი, ძალიან კარგი ყველაფერი მონაცემებით. შეიძლება ძალიან ბევრიც ესტრაფო რაღაცას, მაგრამ იღბალი თუ არა გაქვს. არაფერი არ გამოვა. მე აქ სიმართლე გითხრათ, ველოდებოდით სადირიჟორო ჯოხებს. ისე მაქვს მე ფონდში ყველაფერი გადაეცი? თელი ჩემი ისენი ჯილდოები რაც მე მიღია, იქ არის ფონდში და იქ მოდის ხალხი და იქ აქ მაინც ძალიან იშვიათად მე ვინმეს რომ მასპინძლობ თქვენ ხართ გამონაკლისი და ამიტომაც იქ რომ ხალხმა ნახოს ეს იქ არის რამე სანახავი ბევრი რამე კაფიშები იქ არის სურათები დიდ მომღერლებთან ერთად და ყველა მთელი ჯილდოები და ყველაფერი. თქვენი ბავშვობის სახლი თუ გახსოვთ? როგორ არ მახსოვს, ვარანცოვის მოედანზე, პლეხანოვზე, რუსთავზე რო დავდივარ აქციებზე, მოვიდა ჩემთან ერთი ახალგაზრდა ბიჭი ნიკოლოზი. და მითხრა რომ მისი ბებია ცხოვრობს იმ სახლში, სადაც მე დავიბადე. და სადაც გავიზარდე, ისე რომ მე მაქვს საშუალება რომ მივიდე ისინი მელოდებიან და მოინახო. აუცილებლად წავალ. სენტიმენტები გააქვთ იმ სახლის? კი. ჩემ დასაწავი ყან და ჩვენ ერთად გავიზარდეთ იმ ბინაში. ბედნიერი წლები გაქვთ გატარებული. ძალიან. იმ სახლში სადაც თქვენ ცხოვრობთ, ბევრი ხელოვანი ადამიანი ცხოვრობდა. ძალიან. აქ კი ხორავა, აქ კი ვასაძე, მეზობლად. დანარჩენები არ მახსოვს, კახი კავსაძე, მე თამარ ჭავჭავაძე, რა ვიცი, კიდევ ვინ. და მაინტერესებს რა გავლენა იქონიეს ამ ადამიანებმა? რა გავლენა, მე მაშინ პატარა ვიყავი, 11 წლის ვიყავი რომ გადმოვედით შენკი მაგ სახლიდან, მაგრამ მე მახსოვს ყველანი მათგანი, იმიტომ რომ ფაქტიურად მაგ როგორ არის, ცით ეს სახლი იყო, მეორე სართულზე იყო ეზო და ეზოს გარშემო იყო კიდე მეორე სართულიდან ადიოდა ზემოთ და ფერბურს თამაშობდით ხოლმე ჩვენ მეორე სართულზე ახალგაზრდები. მე ყველა მაგ ჩამოსვლით აკაკ ხორავასთან, ვასაძესთან, იმასთან, კაკ კავსაძეს ყოველთვის ფანჯარა მაქვს ჩამწრიული ფერბურთის ბურთით. ისე რომ ყველანი მახსოვს ეგენი. ფერბურთს თამაშობდით ყველანი და ნუ ბურთი სად მოხდებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრებს ამბობთ, თქვენ მაინც ყველას უყვარდით. მიუხედავად იმისა, კამფეტებს ყოველთვის მადლებდნენ ხოლმე შოკოლადებს და ისე რომ არა, ეგ დიდებული ხალხი იყო, დიდებული. აი თუ იყო თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც იყო თქვენი მოტივატორი. მოტივატორი იყო ყოველთვის მამაჩემი. მე ყოველთვის ბაძავდი მამაჩემს ყველაფერში და რა ვიცი თუ ამერიკაში გამომივიდა მე მგონი მამაჩემისგან. და შეგეძლოთ ნებისმიერ თემაზე გესაუბროთ. მაგე. გარდა მაგისა რა არიცით იძახია რომ არ უნდა გაანებიბრო შვილია და მე მგონი მამაჩემ ანებირებდა, იმიტომ რომ მე არ მახსოვს რომ მქონოდა რამე სურვილი და მამაჩემს არ აიღო ვალიც კიდროთ საჭირო იყო და ჩემთვის ეს აესრულებინა. მე არასდროს მქონია პრობლემა რომ სასწავლად სადმე წავსულიყავი, რომ მე ცხოვრა რომელიმე ქალაქში, მე ოდესაში დავდიოდი, სამეცადინოც მე დავდიოდი ყველგან. მე რამდენადაც ვიცი, სიმღერა ერთი მიზეზის გამო არ გინდოდათ, რომ ბაბთა არ გაგეკეთებინათ. სირცხვილი იყო მაშინ. აი მე ხო გითხეთ პლეხანოვი იყო მაშინ ახალში. პლეხანოვზე იყო ძალიან სირცხვილი ბაბთის გაკეთება, რომ როგორ ეს ბაბთიანი ეს ბაბთიანი ბიჭები. მე ვთხარი ჩემს, არა, მე ბაბთა გავეკეთო სცენაზე გამოვიდე, არ დაიჯეროთ. პირველი კონცერტი რო ქონდა, ცოტა 9 წლის იყავით, ხო? არა. მე-9 კლასში იყავით უკაცრავად და თქვენ როცა უნდა გემღერათ, რომ დაინახეთ თქვენი უბნელი ეს იყო ფილარმონიის დარბაზში ქონდა მაშინ კინო ამირანია დღეს, იქ იყო მცირე დარბაზი. და იმ მცირე დარბაზში იყო პირველი კონცერტი, რომელსაც ჯემალ გოკიელი დირიჟორობდა. აი ამ დარბაზში მე უნდა გამოსულიყავი და ორკესტრთან მემღერა და ამ დროს გავიხედე დარბაზში, სანამ მე გავამაცხადებ და ვიღაც დავინახე ნაცნობ პლეხანოველი ბიჭის ის. და მე ბავთა მიკეთია. და ამავდროულად გამომაცხადეს მე, ერთხელ გამომაცხადეს მეორე, გამომაცხადეს მესამე, მაგ დროს მე უკვე წასული ვიყავი.
ეს ხო ჩემი პირველი. და ეს ბიჭი როგორ მოხდა? არ ვიცი ხა რატო იყო. რო გითხათ რომ ძალიან ახლოს ვიცნობდი მეთქი არა, მაგრამ ნაცნობი იყო. შეიძლება რომ ამბავი მიეტანა. შეიძლება გამოგზავნილი იყო თუმცა. შეიძლება. დღევანდელი ამიტომ გამომდინარე შეიძლება მასაც ვიფიქროთ, ხის უკვე ესეთ რაღაცები ხდება. ბატონო ბაატა, თქვენი ძალიან დიდი მეგობარი იყო პავაროტი. დიახ. და როგორ გაიხსენებდით მას? ჩემი ლუჩიანო ყოველთვის ჩემთან ერთად, აი ნუ რა უნდა გითხრათ, აბა. ლუჩიანო არის მინდა გაიხსენოთ მასთან პირველი შეხვედრა. პირველი შეხვედრა რა მქონდა ჩვენ Covent Garden-ში მე რომ მქონდა პირველი გასტროლი 84 წელს. მე რა დავხდი ეგეთი ცნობილი, იმიტომ მთელი მსოფლიო მოვიდა ამ სპექტაკლის სანახავად. ჩემს სანახავად კი არა, აი ლუჩიანოს სანახავად, თორე ეს პირველად ლონდონში ასრულებდა საერთოდ თავის რეპერტუარში აიდაში რადამესის პარტიას და ყველა საინტერესებდა როგორ იქნებოდა. და ამ დროს ჩვენ მეც აი ამ ოპერაში მონაწილეობდი და მეც გამოჩდი აი ეს არის იღბალი, მე იღბალზე რო გეუბნებით. ეს არის იღბალი, რომ ჩემი პირველი გამოსვლა იყო სცენაზე, ყოველთვის უცნობი ახალგაზრდა ვიღაცა საბჭოთა კავშირიდან და მღერის აი ამ მომღერლებთან ერთად და ალბათ სულადაც არ მომღერი არადგან ეგეთ კარიერა დაიწყო. და იმის მერე ჩვენ დამეგობრდით, იმის მერე რაც მე ვისწავლე ლუჩიანოსგან ბევრი რამე ვისწავლე და ერთ-ერთი ის არის რომ უნდა დაეხმარო ახალგაზრდა მომღერლებს. და ახალგაზრდა მომღერლების დახმარება მან მასწავლა მე, იმიტომ რომ მან მე მომკიდა ხელი, მის ამერიკაში პირველად მან წამიყვანა. ნუ წამიყვანა ისე გააკეთა რომ მე მიმიწვიეს ამერიკაში. ვენის ოპერაში ჩვენ ერთად პირველად ვიმღერეთ და აი ესე მე წავიდა და როცა დაიწყო ჩემი კარიერა და უცებ ძალიან უკვე მივახცე რაღაცას მე რაღაცა შენ მიხედავ ახალგაზრდებს ხვებსო და მე რომ მეგობრობდით უკვე და ეს ცხოვრების ბოლომდე ვიყავით ძალიან ახლო მეგობრები. ლუჩიანო იყო რაღაც არნახულად კაი ადამიანი. და ადამიანი მისგან ბევრი რამე ვისწავლე მეთქი რომ გეუბნებით მისგან მე ვისწავლე კიდე რა იცით რომ არასდროს მას სხვა მომღერალზე, ნუ პროფესიული თვალსაზრისით და არც მარტო მომღერალზე, არავისზე ცუდი არ ვთქოს. აი არ ახსოვს. აი არ რო რაღაცა კამპანიაში რო ჩავჯდებოდით რაღაცა ვიღაცი დაიწყებოდი მომღერლები ვიღაცის გაკრიტიკებას ამას თითქოს არ ესმის. და ისე იჯდა და თუმცა იყო ძალიან დიდი პირველი ადამიანი იყო რომ პირიქით დახმარება უნდა და სხვებისთვის. კი ბატონო. და რასაც თქვენ აკეთებთ? მე ვცდილობ რომ ყოველ შემთხვევაში ისეთი რამები გავაკეთო რომ რასაც ლუჩიანო აკეთებდა. ბატონო ბაატა, ჩემ რუბრიკას ქვია სახლები. და როგორც მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მაყურებელს საინტერესებს თუ როგორია ბატონი პაატა სახლში. მე აქ შექმნილი მაქვს მე ყველა ის პირობა რომ დავჭდე მოვისვენო ვიფიქრო ცხოვრებაზე. აი აქ მაქვს ხანდახან როცა მჭირდება აუცილებლად სალოცავი კუთხე, იქ მაქვს დასასვენებელი კუთხე დავждები და ტელევიზორთან. მე ტელევიზორს ყურება ძალიან მიყვარს, მაგრამ მიყვარს როგორ იცით? შემიძლია უხმოთ უყურო ტელევიზორს. მე მიყვარს რომ რაღაცა მოძრაობს, მარტო არა ვარ. და ვიფიქრო სხვა რამეზე. მე ამაში პოულობს დასვენებას. მეგობრები ხშირად მოდიან ხოლმე სტუდიაში. ნუ მეგობრების გარეშე ცხოვრება მე ვერ წარმოვიდგენია. რო გითხრათ რომ ხა სახლში მეგობრები ბევრი და არა, ჩვენ ყოველთვის ხვდებით ხოლმე სადღაც. ნუ სახლში რა, სახლში თუ რამე გესტუმრება ვინმე სადილზე ან ვახშამს ეს კი. და ისე მეგობრები ჩვენ ხვდებით უფრო კარგად. გავიდეთ ხო იქითაც? კი ბატონო. თქვენი ფონდით ძალიან ბევრ ადამიანს აჩუქეთ საკუთარი ჭერი. თქვენი დახმარებით გაკეთდა ეს ფონდი. ყველამ გავაკეთეთ ეს გააკეთა მთელმა ხალხმა. თუმცა მე მეუბნებიან მადლობას, მე მათო მადლობას ვერ მივიღებ, იმიტომ რომ მართლა ყველამ აი ფონდი წლების განმავლობაში აკეთებდა ძალიან კარგ საქმეს. მე მრავალშვილიან ოჯახებს, ვისაც სახლი არ აქვს, დედას, რომელმაც 7-8 შვილიდან 2 უნდა ამოირჩიოს სახლში ყავდეს და დანარჩენი 5-6 ჩააბაროს ბავშვთა სახლში, ჩვენ აი ესეთ დედებს ვადივდით ეგეთ ოჯახებს, ბინებს, სახლებს. საერთო ჯამში მივეცით, რაც მოასწარეთ, სანამ შეტევა იქნებოდა ფონდზე. ამ თავრობისგან და უნდა ითქვას, ჩვენ 115 სახლის გასაგები გადავეცით მრავალშვილიან ოჯახებს. ყველაზე ცოტა იყო 5-შვილიანი ოჯახი და ყველაზე დიდი სამეგრელოში იყო 14 შვილიანი ოჯახი. და აი ამ პერიოდში ჩვენ შევძელით 1000-ზე მეტი ბავშვი დაგვებრუნებინა. ჩვენ თქვენ აი სულ ყველა
დედისთვის და მამისთვის. რა ბოროტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამას ხელი შეუშალოს. ჩვენ ხელი მაგრად შევუშალეთ. ჩვენ კი 7 წელია გაჩერებულია ფონდი. მაგრამ ფონდის განადგურება უნდა და არ გამოვიდა. ფონდის შეინარჩუნებს ველოდებით, როგორც კი გავისტუმრებთ ამ მთავრობას, ჩვენ თავიდან შევძლებთ ისე, რომ ძალიან ბევრია დღეს ბავშვი დასახმარებელი, ძალიან ბევრი საქართველოში. აი ამ ცხოვრების განმავლობაში რამეზე ძალიან ყენიათ გული. ყენია ძალიან ბევრი რამეზე გული. აი თუ გინდათ იგივე ფონდის ამბავი ხა ჩემ ცხოვრების წესად გავხადე. ძალიან ბევრი რამეზე თქვი უარი. გასტროლებზე ხელი შემიშალა ყველაფერი და ეს ფონდი შევქმნი და ასე ვეხმარებოდით ყველანი ამ ბავშვებს და უცებ გამოდის ფილმები და იმას რომ მე ბავშვების ყულაბებიდან, მშერი ბავშვების ყულაბებიდან თეთრებს ვიპარავ. ნუ არ შეიძლება გული არ დაგწყდეს. მართალია დღეს უკვე აღარავის აღარ ჭერა ამის. და პირიქით ყველა მიცის თუ რა მოხდა და ეს ცდელობა იყო თქვენი გაშავება. ნუ ეს პროკურატურაც უკვე მე-7 წელია ვითომ იძიებს საქმე შემოდებულია თაროზე უბრალოდ უფლება არ აქვს რომ დახუროს. და ნუ ველოდებით რა დახურა. თუ რა უნდა გამოიწიოს, არ დამონაშალე დაზარალებული არც მომჭირა. არავინ არ არის. იმდენად 7 ხართ ეხლა რომ საუბრობთ, სულ მგონია რომ აი ესეთი 7 ხართ, წყნარი ხართ და არის მომენტი, როდესაც შეიძლება რომ წყობიდან გამოხვიდეთ. ქონიათ ეგეთი მომენტი? ვის არ ქონია? აი ბოლო დროს თუ ქონია. ყველას ქონია მაგის. აი ბოლო დროს. მე ვცდილობ, მე უკვე ჩემი ცხოვრების გამოცდილებიდან ვცდილობ რომ არასდროს არ გამოვიდე ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც გამოდიხარ და რაღაცა ეს უკვე გამარჯვება იმისი ვის წინააღმდეგსაც გამოდიხარ. წყნარად შვიდა. ჯარიმები მოაქვს. ისე წყნარად შვიდა. ნუ ისე უყვარხართ თქვენ ხელისუფლებას, რომ თქვენი 70 წლის იუბილე აი ეს ჯარიმებით დაგაჯილდოვათ. პირდაპირ იუბილის დღეზე მომიტანეს ჯარი. ო ეს იყო მათი საჩუქარი. კარგია ეს. ესე იგი მართლა რაღაცა ღირხარ. ნამდვილად. მაინტერესებს როგორი ხართ სამზარეულოში, ანუ თუ გეხერხებათ. გეხერხებათ საჭმელების კეთება? არა. დაგემოვნება და შეფასება. მარტო და ყველაზე მაგარი, ყველაზე კარგია ეგ. შემიძლია მარტო ერმოკვერცხის გაკეთება და ეგ არის და ეგ. მორჩა. მეტი არაფერი. სხვა შორის არც მიშენ. ანუ სახლის საქმეებში თქვენ არ ხართ ჩართული. არაფერში აბსოლუტურად. რამე ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში? ტრადიცია არაფერი. არაფერი ტრადიცია არ გვაქვს ისე. გარდა იმისა, რომ დილით ისე როგორც გითხრათ მე. ლოცვით ვიღვიძებ და დილის წინ ლოცვით ვიძინებ. ნუ ეს არ არის ტრადიცია, ეს არის რასაც ყველა აკეთებს ალბათ, ნუ ვისაც. ყველაზე ძალიან რომელი დღესასწაული გიყვართ? ყველაზე ძალიან, ნუ რომელსაც სახში აღნიშნავთ. რომელსაც სახში, ნუ შობა დღეს. შობა დღეს აღნიშნავთ ყველას სახში ყოველთვის. მინდა რომ გკითხოთ. მოითმინეთ აი ამას. რა პირი ეს ელაპარაკე. მე მაინტერესებს როგორია ბატონი პაატა სახში. როგორია ბატონი პაატა? Очень хорошо. О, როგორია ქართულად? Ძალიან. Видишь, я тут. Нет, еще на камеру нет. Он вообще Пата очень великий. Пата ძალიან სულგრძელი და კეთილი ადამიანია. ასეთია სახლშიც. მართალია ამბობენ, რომ ვარსკვლავები ძალიან ჭიროული ხალხია, თუმცა პაატა შემთხვევაში ასე არაა. შეიძლება ცოტა იყოს სამსახურში, მაგრამ სახლში ნამდვილად არაა პრეტენზიული. Сюрпризების კეთება უყვარს თქვენთვის? Это он любит. Это он любит сюрпризы, он более. პაატას ყოველთვის უყვარდა სюрპრიზების კეთება. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ჯვარ-დაწერილები ვიყავით, მაგრამ ხელი არ გვქონდა მოწერილი. როცა გადავწყვიტეთ ოფიციალურადაც დავქორწინებულიყავით, ფიქრობდი ეს იქნებოდა უბრალოდ ხელის მოწერა, რადგან ჩვენ 20 წელი უკვე ერთად ცხოვრობდით. მან მომიწყო დიდი სიურპრიზი, გამიკეთა ნამდვილი ქორწილი მტკვარზე. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი. ყველაფერი თავად დაორგანიზა, ჩემს მეგობრებთან ერთად. მე ჩვეულებრივი პატარძალი ვიყავი. მეგობრებმა კაბა მომიტანეს, რომ ჩამეცვა და მითხრეს, რომ საპატარძლო კაბა ფოტოებისთვის უფრო ლამაზი იქნებოდა. მერე კი, როდესაც მანქანით მიმიყვანეს ხელის მოსაწერად, იქ ბევრი სტუმარი გველოდებოდა. ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკული იყო. მე მგონი ყველა კაცის მაგალითი უნდა იყოს თქვენგან. არა ეს მაგრამ ვატა ეჭვენი თუ ხართ? ეჭვენი? პირველი 10 წელი ძალიან ეჭვიანი იყო. ახლა კი აღარ არის. ბოლო 5 წელია ვეუბნები, რომ მორჩა მე უკვე დაუბერდით, ჩემზე საერთოდ აღარ ეჭვიანობ თქო. და თქვენ თუ იყავით ეჭვიანი?
ბატონი პაატა იმდენად ცნობილი ადამიანია, რომ მის გარშემო სულ არიან თაყვანისმცემლები. ფიქრობდი, რომ თუ ნამდვილად უყვარვარ, ჩემთან იქნებოდა და ეჭვიანობა იყო ფუჭი ნერვიულობა და ორივეს ურთიერთობას და ცხოვრებას გაგვეფუჭებდა. ამიტომ მივხვდი, რომ რაღაცეებზე აღარ უნდა მენერვიულა, თუმცა თუ რაღაც არ მომწონდა, ბრაზდებოდი და წყინასაც გამოვხატავდი. ყველაზე კომფორტულად მაინც თავს სადგრძნობთ ამ სახლში თუ ბერლინსა. მე კომფორტულად ორივეში კარგად გზნობ, მაგრამ მე მერჩენია ყოველთვის საქართველოში ყოფნა. მაინც ჩემია, მე აქ მერჩენია საქართველოში. და იმიტომაც ვარ ახლა დღეს საქართველოში, რომ მინდა კაი ცხოვრება იყოს და მივიღო ამის მონაწილე ამისი, რომ ეს ყველაფერი კარგად დამთავრდეს, რაც მინდა დღეს საქართველოში. მე მეგობრებს რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. მე უნდა გითხოთ ჩვენი რუბრიკის ბოლო კითხვა, რა არის თქვენთვის სახლი? სახლი არის შენი ციხესიმაგრე, მოდი ასე ვთქვათ რა, შენ ციხესიმაგრე. შენ ხარ სახლში, შენ ხარ აი ეს არის შენი პატარა სამფლობელო, სადაც შენ გაგდრო მოემზადო იმისთვის, რომ გადიხარ გარეთ, როგორ უნდა მოიქცე. აქ არის მოსამზადებელი, შენ ძალღონეს იქნებ სახლში, ეს არის შენი ადგილი, სადაც შენ მენტალურად, არა მარტო ფიზიკურად, მენტალურად ემზადები, თუ რა უნდა გააკეთო შემდეგ გარეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და მინდა გისურვოთ კიდე აი ეს დიდი სრულები აღსრულებოდეთ, რაც გააქვთ კიდე განსახორციელებელი და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა და იმედი მაქვს, რომ კიდე ბევრ ადამიანს დაეხმარებით და კიდე შეძლებთ ბევრი კეთილი საქმის კეთებას. აუცილებლად, აუცილებლად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა. მადლობა გოგოლას, მადლობა ბატონ პაატას. ძალიან საინტერესო იყო მართლა. ამბავი იყო ნამდვილად. რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ჩემო ხათია. და კი, მართლაც რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ასე რომ დაგველოდეთ, არ გადართოთ. სულ მალე დავბრუნდებით. და დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და შეგახსენებთ, რომ უყურებთ დილის ლაივს, მოგესალმებით, დილამშვიდობისას გეტყვით და სასიამოვნო კვირა დღეს გისურვებთ. ერთი საინტერესო სიუჟეტი უნდა წარვადგინოთ, რომელსაც ჩემი ხატია შამოგია და. ძალიან საინტერესო სიუჟეტი, ფაქტორად გაგრძელება იმ ამბისა, რომელიც წამოვიწყეთ რამოდენიმე კვირით ადრე. ფრანგული ჰიტი ქართული სულით. ფრანგ რეპერ ჯიმსის ახალი სიმღერის ნინაოს პრემიერა უკვე შედგა. კომპოზიცია ქართველებისთვის განსაკუთრებით ნაცნობ და საყვარელ განდაგანას მოტივებზეა შექმნილი. უფრო მეტიც, კლიპში მომღერლებთან ერთად აჭარულს ქართველი ემიგრანტი მოცეკვავეები ასრულებენ, რაც კლიპს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ხიბლს სცემს და სხვათა შორის ჩვენ საწყისები ფრანგი რეპერის ვაჩვენეთ რამოდენიმეჯერ ჩვენს მაყურებელს და აქ შედეგიც გამოიღო დილის ლაივმა და ვიდეოც შეიქმნა ჩემო ძვირფასებო, ნახოთ. 3, 2, 1 J'arrive, ça regarde de travers, capuché parce que je suis trop cramé. J'avance avec équipe armée, je m'organise comme si je mourrais jamais. ქართული კულტურა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ცეცხლოვანი აჭარული და ფრანგული რეპი. ასეთ მოულოდნელ კომბინაციას ჯიმსის მსმენელები ნამდვილად არ ელოდნენ. მისი ახალი სიმღერა სახელწოდებით ნინაო ქართველებისთვის განსაკუთრებულად საყვარელ მელოდიას, განდაგანას ეფუძნება. კლიპის პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა. მასში მონაწილეობას კი საფრანგეთში მოღვაწე ქართული ანსამბლის ლაზის მოცეკვავეები იღებენ, რომლებიც წარმოშობით კონგოელი რეპერის მსგავსად საფრანგეთში ემიგრანტები არიან. ინტერესებდა ჩვენი კულტურა, ჩვენი ქართული ცეკვა და სწორედ დებდა განდაგანას ქართული სიმღერა და ძალიან აინტერესებდა. ამიტომ მქონდა პროექტად, რომ კლიპი გადაიღო, კითხას ერჩოს, რომ მოცეკვავეები ჭირდებოდა და ჩვენ დავიკვაშვილდით. ჯიმსთან მუშაობა იყო ძალიან კაი, თავისუფლები ვიყავით, თან ყველაფერი მალე მოხდა, ძალიან სწრაფად გავაკეთეთ კლიპი. ჯერ ჯიმსმა გადაიღო და მე ჩვენ ძალიან მაგარი იყო. Ils font tous des petits pas dès qu'ils aperçoivent la guitare. კლიპი
კლიპის გადაღებები პარიზთან ახლოს, ისტორიულ შატოში გაიმართა. მოცეკვავეებმა აჭარული ქართული ტრადიციული კოსტუმებით შეასრულეს. ქართული ჩოხის მოტივებზე შექმნილი სამოსიეცვა თავად მომღერალსაც. საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ არამატერიალური კულტურის ნუსხაში შეიტანა ქართული ცეკვა, რაც ლაზის ანსამბლაზე ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში და რა თქმა უნდა ეს ფაქტიც დაეხმარება იმაში, რომ გააჩნდეს საფრანგეთში, პარიზში და მთელ მსოფლიოს ჩვენ ძალიან დიდი კულტურა, ძალიან დიდი ხელოვნება გვაქვს და შეუძლია ჩვენ ფოლკლორმა ასე რომ ვთქვათ ყველა აცეკვოს. როგორც ანსამბლ ლაზის წევრები გვიყვებიან ჯიმსის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით მიუდგა. ჯერ ქართული ფოლკლორის ისტორიით დაინტერესდა, შემდეგ კი ცეკვის მოძრაობებით შეისწავლა და ისიც აღიარა, რომ ქართული ცეკვის ენერგია ნამდვილად დაუვიწყარია. ძალიან კომუნიკაციაში შევიდნენ უცებავშთან, ბავშვები, იმთან ერთმანეთს ასწავლიდნენ ყველა ჩართული იყო იმას, რომ შეისწავლა რამოდენიმე მოძრაობა, ქართული სიტყვები, კონტაქტში შესულიყვნენ და ჩვეულებრივად თავისუფლად ხიარულად წერდებოდა ეს პროცესი. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გვიხარია, რადგან ვანახებთ სხვებს ქართული ცეკვა, ქართული მუსიკა, თან გიმცი რო არის ინტერნაციონალური მომღერალი და რაპერი, ყველა იცნობს და ყველა ნახავს საქართველოს და ამიტომ ჩვენ ძალიან გვიხარია. ჯიმსის ახალი სიმღერა ნინაო გამოჩენისთანავე სოციალური ქსელების ტრენდად იქცა. როგორც თავად მომღერალმა დაწერა, TikTok-ზე გამოქვეყნებულმა კლიპის ფრაგმენტმა 24 საათში მისი სიმღერების ნახვების რეკორდი მოხსნა. არ წამოვიდგენდი, რომ ერთხელ ესეთი შანსი გვექნებოდა, რომ გადავიღოთ კლიპი. და გამიხარია. ძალიან დიდი წარმატება მოყვა მას პარიზში. ჩვენთვის ყველა თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაგიხარ ქუჩაში და გესმის შენი მშობლიური ანგები, ესე რომ ვთქვათ. ძალიან ახალგაზრდია ამ ფაქტის და ძალიან შეუწყობს ხელს ეს, რომ ქართული კულტურა ზემოთ დავითარდეს და თანამედროვე ფრანგული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტის პოპულარობა ახალი კლიპის გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ქართულმა კულტურამ კი საერთაშორისო ყურადღება კიდევ ერთხელ მიიღო. ასეთი ამბები არის, ხო ხედავ როგორი ცეკვა იყო და როგორი ლამაზი ვიდეო იყო და როგორ მიხარია რომ ქართულმა სიმღერამ ასეთი სხვა მიმართულებით ფართო არეალი ჰპოვა ჩემო ბაჩო. ცეკვის არ ვიცი, მაგრამ კარგ ტანზე კიდგას ჩვენი ილამშვიდობისა. თან როგორ ფორმაში დაუბრუნდით სტუმართან ერთად. ერთი წუთი კაისი სპექტაკლზე ზღვის თეატრი. ხო, ასე ქვია სპექტაკლს. სტუმარია რეჟისორი სანდრო ელოშვილი და საუბრობთ ესე იგი როგორც მე ვიცი, როგორც გავიგე, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დგამ სპექტაკლს ზღვის თეატრი. ესე ქვია. სურა ბერიკაშვილს ეცხონება. დიახ, კი, ასე გამო. მოგვიყევი ამ ყველაფერზე რა, როგორ და რანაირად და მიდია. კი ბატონო. მოკლედ მგონი არის სხვა ადამიანი მელაპარაკება. არა, სანდრო ეს. ჩვენი სანდრო ელოშვილი. სხვა ფორმებით. აი, მონაკენგი ხო, მოკლედ რაღაცა ჩემი ორი მეგობარი ქალბატონი ეკატერინე შარიქაძე და პატივცემული ანა სანაია მიავლინეს მმართველობაში, ასე ვთქვათ, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელიც არის ისეთივე ეული და სევდიანი, როგორც თვითონ ეს ოკუპაცია, როგორც თვითონ ეს აფხაზეთი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ აქვს შენობა. როგორც წესია. ანუ უხდება, არა, შენობა არ აქვს, ესეთი თეატრია. არსებობენ თეატრები უშენობოა, ხო? ტყეები უხეო. არსებობენ თეატრები უშენობა. და რაღაცა აი ამ პერიოდში ცოტა რაღაცა შედარებით ესეთი გარემოა რთული ქვეყანაში. ბატონი მაგოგი მარგველაშვილმა
მადლობას ვეთქვი აქიდანვე. რაღაცა მიცა ამ თეატრს საშუალება რომ მარჯანიშვილის ცხენში რაღაცა ესე ვთქვათ არ მიყვარს თეატრის პროექტი არ უხდება სიტყვა, მაგრამ რაღაცა პროექტი განგვეხორციელებინა. და რაღაცა ანა მთხოვა და მე მქონდა ესეთი გავთავხედდი. აღარ მყოფნის შექსპირი, ბერნარდ შოუ ვიღაცები და ამიტომ მე თვითონ წერ პიესებს. როგორ მარტობებთ გავი, იმიტომ რომ მე შინია რომ სხვა დადგას და მე როგორც მე მოიხსენიებ დრამატურგებს, იმათმაც ისე მომიხსენიონ და ამიტომ რაღაცა ვიფიქრეთ რომ ეს იყო ჩემ ბავშვობაზე თეატრალურ. როდის დაწერე? ალბათ 5-6 წლის წინ ღრმა დეპრესიაში როცა აღმოვაჩინე რომ აღარ ვარ ბავშვი. და ნუ დამთავრდა ეს არდა თეატრალური სარდაფიც აღარ არსებობს, არაფერი აღარ არსებობს და მაშინ თან რაღაც პანდემია იწყებოდა, მივხვდი რომ საერთოდ არაფერი აღარ არსებობდა, არა მარტო და სენტიმენტები, ანუ სენტიმენტები. ხო, რაღაც ბავშვობაზეა. ბავშვობაზე ანუ რაღაც ეს არის თითქოს ხება არა ესე პირდაპირ, მაგრამ რაღაცა ცოტა უტრირებულად თეატრალურ სარდაფის ისტორია. მაგრამ აღმოჩნდა რომ შეიძლება გავაკეთოთ ისე რომ სარდაფზეც იყოს და ცოტა სოხუმზეც იყოს და ცოტა რაღაცაზე, იმიტომ რომ მოცა რაღაცა ასეა ცაში ხო, იმიტომ რომ აი შენია და თითქოს შენი არ არის გინდა, მაგრამ არ გიშვებენ ხო, რაღაცა იქ თუ რუსის ჯარისკაცი დგას სარდაფში, ხა ის არის რომელიღაცა მაღაზიის გამოსაცვლელია, მთელი ჩემი ბავშვობა არის რომელიღაცა ის გადაწიებ ფარ და გადმოწიებ ფარ. და რაღაცა გადმოწიებ ფარ და იყო მაშინაც, თუმცა ეხლა სხვა დატვირთვა. დიახ, ეხლა გულისხმობ ის არა ქვია. გამოიცვალე, გადაწიე, დევა 42 მოიტანე, აი დაახლოებით მაგდონეს. ანუ მე როგორც ვიხდი, სიუჟეტი სევდიანია. იცი რა კომედია, იმიტომ რომ რა დროს სევდა, მაგრამ ხო, სევდიანია. როგორც ჩვევია, ჩვენ გვაქვს პროფესია რო ვწმობთ, არ ვანახოთ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა როგორც ესე, ამიტომ მაშინაც ვიღიმით, როცა ეს არ არის საჭირო. ხო, და ამასთან დაემთხვა რაღაცა და ყველაფერი იმაზე მეტყოლეს, რომ შინაგანი მდგომარეობაა ჩვენო. დიახ. და მიზანიც ეგ არის, რომ შინაგანი მდგომარეობაა ჩვენო და ამბობ რომ არა. არა ეს მე არა. მე მავალ ხოლმე. ამიტომ გაქვს საინტერესო და რთული პროფესია. ხო, და მე თან რაღაც ეს ზურიკოს ამბავი, ზურიკო ბერიკაშვილი ალბათ არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი, რაც ასე, იმიტომ რომ რაღაცა დავუშვათ ეს რაღაც ოჯახის წევრები რაღაცები ან ძალიან ადრე იყო, ან დანარჩენები ლოგიკური იყო, ხა ბებია ბაბუა ლოგიკური რატოა, მაგრამ ლოგიკურია რაღაც დოზით რა და ან ზურიკო იყო ესეთი რაღაცა ჩვენი ბოლო აი ცოტა იყო ძალიან მინდოდა მასთან მეგობრობა და მარჯანიშვილის თეატრში რაღაცა სიმბოლური იყო, იმიტომ რომ მე რომ აქ თეატრში მივედი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობდა უკვე აქ თეატრში. ეს იყო ალბათ 12-13 წლის. მეტი. დამოუწდა 2025 წელი და ცოტა ის იყო, რა ქვია, მეშინოდა შეშინებული და პატარა მალყავი ესეთი ასაკოვანიც არ ვიყავი, როგორც ეხავარ. ხო ძალიან ბებერი ვარ. მაგრამ ვერ გათამამდი, ჯერ არ იყავი. შეშინებული ვიყავი ცოტა რა, მეშინოდა რა ძეგლების ვერიკოს იმის პარტერის სცენის რაღაცეების და ზურიკო იყო, ვინც თქვა, რომ აქ წესია ამ თეატრში ესეთი მეც ესე მომიყვანეს თავის დროზე და რაღაცად მომკიდა ხელი და წამიყვანა სახში, რა თქმა უნდა, ჩაის დასალევას. ხო და მე ეს ბევრი. ხო და ნუ რაღაც ეს იყო ჩემთვის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამიტომ მისიც მეშინოდა თავიდან, იმიტომ რომ რაღაც ჩემთვის ესეთი ოჯახი იყო და ესეთი ადამიანი იყო და აი დავიწყეთ და მე ამას უცებ მორჩა და ამიტომ გადაწყდა რომ მას ეძღვნებოდეს რომ არ თქვათ მაინც მას ეძღვნება რომ შედიხარ სულ ეძებ ამ შენობაში მას და აქედან გამომდინარე ესეთი ამბავი გამოვიდა სევდიანი ცოტა სარდაფზე ცოტა აფხაზეთზე ცოტა ბერიკაზე და ასე შემდეგ ხო მე თქონია ბედნიერება არა ისეთი დიდი და ხშირი ურთიერთობის როგორც ჩვენ ზურასთან და მახსოვს მე კიდე ძალიან პატარა ვიყავი როცა ზურასთან მქონდა რაღაც შეხება და მართლა ძალიან თბილად და ტკბილად მახსოვს რაღაცნაირი კაცი იყო რა აი ორი კაცი იყო მართლა ერთი რომელიც ჩანდა ტელევიზორში რომელიც მართლა ძალიან მაგიზიანებდა იმიტომ ცხენოდა ნუ ხო ატყობდი რომ სულ ისე იყო რა აი სულ ესე ლაპარაკობდა ნუ აი აქ ღიმოდა ძალით აი ყველა ცხენოდა სულ ქონდა ეს
მკითხები, აბა როგორ ახართ სახში რაღაცა ამ და ამ როგორც კადრი მთავრდებოდა, ეს ხდებოდა აბსოლუტურად სხვა ადამიანი, ეს საერთოდ სხვა ადამიანი, სხვა ტემპორიტმი, სხვა იუმორი, ყველაფერი ეცვლებოდა. თუმცა შენთვის ხოლმე იყო ორი ადამიანი და ყველა ადამიანს მაყურებელს მის თაყვანისმცემელს ხომ არ ქონდა საშუალება რომ მისი მეორე ზურიკოც ენახა. ის პირველი ზურიკოც რომელსაც ხვერო და ყველას უყვარდა და მე არ ვიცი ესე გულის წყვეტა სრულიად ერის ზურაბერიკაშვილმა დაგწყვიტა გული ვინც ვიცნობდით არ ვიცნობდით ვისაც ერთხელ მაინც ქონდა ნანახი ალბათ ოჯახიდან გამომდინარე მისი პიროვნები და გამომდინარე და მართლა ძალიან შენი თქმის არ იყოს ცოტა იყო ძალიან ცოტა ხალხი მალე მორჩა მიუხედავად იმისა რომ ამბობ რომ არ გიყვარს და მალავ ასე ვთქვათ იმ შენ შინაგან რაღაცებს მე ძალიან მაინტერესებს ზოგადად რა არის რა შენთვის ეს რისი თქმა გინდა ამით რას უყვები მაყურებელს რომელიც უნდა მოვიდეს შენთან და რა არის მიზანი ხო იცით რა დავიწყებ რომ რაღაცააც პირველ რიგში მინდა უთხრა მადლობა ბატონ გია მარღანიას ლეგენდარულ ქორეოგრაფს ქალბატონ ნინო სურგულაძეს ლეგენდარულ ხატვარს და ქალბატონ ალექსანდრა იმას აქვს ლორდკიფანიძეს რომელსაც რაღაცა პირველად მუშაობთ იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ისევე თავდახრილად ვიტყვი მეც თქვით რომ მოდი არ ავიღოთ ჰონორარი ეს იყოს ჩვენი გაფიცვა ეს დავარქოთ რომ რაღაცა მანიფესტი ერთგვარი ხო იმიტომ რომ როცა სოხუმზეა საუბარი მგონია რომ ეს არ არის ეს ცდება რაღაცა საზღვრებს ანუ უსასყიდლოდ დიახ ამიტომაც არიან ის ადამიანები ძალიან მაგრები ვინც ამ ყველაფერზე მუშაობენ ეს გუნდი რომელიც თავში აკეთებს ამზადებს სპექტაკლს ხო სახიობები არაჩვეულებრივი ადამიანები მართლა აი ესეთები აი მონდომებულები იშვიათია ესეთი ხალხი ნახო მართლა ისეთ ესე აი ანთებულად უყურს თეატრს ხო ხა რა უცნაურია ემსახულო თეატრს სადაც ჭერი არ აქვს ხო არაფერი არ აქვს მაგრამ აი რა სიგიჟეა შინაგანი რა მდგომარეობა ამ დოზით თეატრის სიყვარული ამიტომ აი სპექტაკლის გონია რომ ამაზეა რომ რაღაცა რა სად იწყება თეატრი სად თავდება რა არის მისი არსებობის ის ხო რა ჭირდება მას პარტნიორი თუ არ ჭირდება თუ შეიძლება ერთი მაყურებელი მოვიდეს და იყოს რაღაცა უკვე გადაიქცეს თეატრად მინდორი მაშინ ხო რაღაცა შესასვლელი სადარბაზო გადაიქცეს მე არ ვიცი ამდენ მართალია მაგრამ კახი კავსაძეზე მსმენია ესეთი ისტორია რომ 90-იან წლებში როდესაც რუსთაველის თეატრში რაღაც ერთი ბილეთი გაიყიდა ანუ იხსნება რა სპექტაკლი ხა რაღაც ყოველს თავის განაწესი აქვს 100-ზოგან 10-ზე იხსნება ზოგან 20-ზე იხსნება მაყურებელ ბილეთები და ну ახისა დაუწყიაო რომ აი ის ერთი ხომ მოვიდა იმ ერთის გამო უნდა ვითამაშო და ათამაშა 50 კაცი იმ ერთი მაყურებლის გამო ხო იმიტომაც იყო კახი კავსაძე ხო აი აქ ეს ენერგია აქვს თეატრს ხო და ამ ენერგიის იქით ჩვენ ესეთი რაღაც სცენაზე გავდივართ მე ვიცი ეგეთი ისტორია ეს იყო ფაქტიურად ოჯახი აღარც არსებობს ეს მიშა ჯოჯუას ოჯახი ბატონ დიდი მიშა მის მეუღლე ბატონი შურა და როდესაც ანუ მიშას ძმა მოკდა მაშინ მე ვიცი რომ ქალბატონი შურა მაშინ თამაშობდა მოზარდში სპექტაკლებს ბავშვებისთვის და მე მიდიოდა და იყო სადა ქვია იჯდა გარდაცვლილი შვილის სასახლესთან ხო შეიძლება ეს მესმის აუხსნელია ბევრისთვის და ცოტა სიგიჟეა მაგრამ ნუ ის ფიქრობდა რომ რა დააშავეს ბავშვებმა რომლებიც მე მეგობრებიან ხო ან ჩემი ტკივილი არის ეს შინაგანი დათვენა ამ პროფესიას აქვს ძალიან დიდი დოზით და აი ამ მდგომარეობაზე როგორ უყვართ ამ ადამიანებს როგორ განიცდიან როგორ შეათ როგორ არ შეათ როგორ რაღაცა წყინი თამარ ხილკლაძე გამახსენდა ასე ხო ანუ არის ეს მდგომარეობა და თეატრი მგონია რომ ჩვენ ახლა ვცდილობთ რომ შიგნიდან გამოვჩიჩქნოთ თეატრი ვანახოთ დაუშვათ შიგნითა მხრიდან როგორია ის როგორები არიან ეს ადამიანები და რას უძლებენ როგორ იჯერებენ რაღაცა არ არსებულ რეალობას რომელიც მათ თავს არსებობს სანდრო შენ აღნიშნე რომ საკუთარი თეატრი არ აქვს და ანუ საკუთარი ჭერი არ აქვს და ასე უწევთ თქვათ სხვადასხვა სცენაზე სპექტაკლების დადგმა მე მაინტერესებს თქვენთან პროფესიონალებთან ამ კითხვის დასმა ეს კიდევ უფრო არ არის რთული მსახიობისთვის, იმიტომ რომ რაღაცა შენს ინტერიერს და გარემოს რო იჩვევი, ის თეატრი შენია, ხო, საკუთარია და უფრო მარტივია საკუთარ სახლში გრძნობს. აი უნდა მიეჩვიო, თქვა, სხვენს დამთავრდება უნდა გადაეჩვიო ამ ინტერიერს, ექსტერიერს, წახვიდე კიდე სხვაგან. ან
მგონია რომ კიდევ უფრო ართულებს თქვა და არ ართულებს ხათა შორის ეს ქართველებს გუჭირს იმიტომ რომ ჩვენ ესეთი ფორმის თეატრი გვაქვს შეჩეულები ვართ ასე მუშაობს მთელი თანამედროვე სამყარო იმიტომ რომ ესეც აღარ ხდება სადღაც დაუშვათ რომ რაღაცა რომელიმე თეატრის შტატში ვარ მაშინ ლონდონში არ არის ასეთი ამბავი არის რომ რაღაცა არსებობს პროდიუსერი რომელიც რაღაცა პროექტს იწყებს და ჩვენ შეიძლება რაღაცა 6 თვიანი პროექტი გვაქვს თამაშობთ კონკრეტულად ამ თეატრში მე მივდივართ აბა მაშინ რატო აღნიშნე რომ სიგიჟეა რო ჭერი არა აქვთ თუ ეს ჩვეულებრივი ჩვენი მოცემულობაში ამიტომ სხვა გარემოს ჩვენთან სხვა ისინი ძულებულები არიან რომ არ კონდეთ და ეგ ხო ანუ სხვას როცა აქვს და შენ არ ის აწყობილია ის ესე დაუშვათ ესე ფიქრობს ის ინგლისელი ან გერმანელი ესე ფიქრის ესე აღზრდილი და აქ ჩვენთან სხვანაირ დასი ეგეთი მცნობა არ არსებობს იქ ხო რაღაცა პროექტებია კონკრეტული და ამ შემთხვევაში ბაჩო მჭირდება იმ შემთხვევაში ხატი ამჭირდება ან არც ერთი ამჭირდება და ესე არა მოწყის არ არის რაღაცა თეატრში აქ სამხატვრო ხელმძღვანელი თვითონ სისტემა არ არის ესეთი და აქ სისტემა ესეთია ოღონდ ჰაერში რა სიტყვი იმაზე მაინც მინდა რომ რაღაცნაირად ჩემ პოზიციას დავაფიქსირო მე გაფიცვაში ვარ და ერთები ჩვენს უნდა ხო და ნუ ჩემ მთელი რაღაცნაირი შინაარსი ამის არ თამაში სპექტაკლების არის ის რომ საბოლოო ჯამში მაყურებელი გარეთ არის რა ნუ ალბათ ეხლა ნელ-ნელა ისედაც რაღაცა რაოდენობა თეატრების და სპექტაკლების თამაშობ და ეხლა შენ გაქვს პრემიერა 12-ში ხო 12 მარტს ამასთან დაკავშირებით შენი პოზიცია მაინტერესებს აი როგორ ხედავ როგორ უყურებ ამას ჩვენ ვამბობთ რომ აი თეატრი იმიტომაც მე პირადად იმიტომ არ ვთამაშობ თუმცა ჩემი თეატრი თამაშობს ერთიც და მეორეც სადაც ერთში სტატში ვარ და მეორეში მიწვეული თამაშობენ უბრალოდ მე არ ვთამაშობ რა სპექტაკლებს იმიტომ რომ ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ამით შეიძლება მაყურებელს შეუქმნა რაღაც დამატებითი წინაღობა რომ იყოს პროტესტში ქუჩაში სადაც ეხლა ადგილია შენ როგორ ფიქრობ ამ ყველაფერს როგორ უყურებ ცოტა კი ესეთი შენსავით ფიქრობ აქედან დავიწყოთ და მეც რაღაცა მგონია რომ სხვა მდგომარეობა სხვა შინაგანი მდგომარეობა გვაქვს ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ მე არ დავდგამდი ამას ეს რომ ჩემთვის კომერციული პროექტი ყოფილიყო გეფიცებით ყველაფერს რაც გამოჩნდა მაგრამ ეს შანსი იყო სოხუმისთვის ესე მინდა შევხედოთ ამ ამბავს ეს იყო შანსი რაღაცა მოგვეყოლა ამბავი უცებ რაღაცა სევდაზე და აქედანაც იყო ეს ჩემი პროტესტი ეს არის მაგალითად რომ უარი თქვი ჰონორარს მაჩვენა რომ რაღაცა ეს თუ გადაიქცეოდა რაღაცა მომგებიან ამბავ ჩემთვის მაშინ მე ეს არ მომეწონებოდა რადგანაც მეც ვარ მაგაზრზე რომ ეხლა ჩვენ უნდა ვიყოთ გაბრაზებულები მაგრამ ნუ გაბრაზებული შეიძლება იყოს სცენაზეც დავუშვათ ასე მგონია ანუ ყოველთვის თავისი აზრი აქვს მაგრამ ნუ მე მაინც და ალბათ ის თემაც სოხუმის თემა რომელიც კიდევ ერთხელ შეახსენებს მაყურებელს ხო იცი მე არ ვარ ნამყოფი მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული რაც არის ეს იმიტომ რომ ყავს ძალიან ბევრი მეგობარი ხო მაგრამ ყველამ ვიცით რაც მოხდა რა ტრაგედიაცა და საიდან მოდის ეს ყველაფერი და ალბათ ეხლა კარგია რომ კიდევ ერთხელ მისულმა მაყურებელმა გაიხსენოს ვისგან მოდის ეს სოხუმის დაკვირვა და რა დავკარგეთ და როგორ დავკარგეთ ჩემი პრობლემა ეხლა არის ის დარდი პრობლემა ნაკლებად დარდი რომ ქრება ეს ცოტა რაღაცას ქრება ეს მეხსიერებაში ქრება რაღაც უოცნებობდი ჩვენ რაღაც გვეძახა 26 საუკუნე არ გვინდა ამის არ აუცილებელი მაგრამ ვიძახოთ ყოველთვის რაღაცა მომავალ წელს სოხუმში ეს რაღაცა აი მოახერხეს დღეს რაღაცა იმდენად სხვა პრობლემები გაგვიჩინეს რომ გიქრება ეს ამაჩაბლო ეს აფხაზეთი გულში გიქრება სწორიც არის ხარ როცა სოციალურად ერს ძალიან დაუშვებ ხო ანუ შეუქმნი სოციალური პრობლემები ძალიან ბევრს ვეღარ ფიქრობ ასეთ ეროვნულ ღირებულებებს აი ამიტომ გონია რომ ამ დროს უნდა ბევრი ხმაური იყოს და მოკლედ გადარჩენა როცა შვილშია ძალიან რთულია ხო და როგორ გადარჩე რა ამ მოცემულობაში გეთანხმები აბსოლუტურად და კიდევ ერთ რამეში გეთანხმები რომ მიუხედავად იმისა რომ რა ვიცი მე მგონი რა ვიცი 10 წელი არ გასულა ჩვენს დამოუკიდებლობის ისტორიაში თითქმის ყოველ 10 წელიწადს რაღაცა ომი გვაქვს და
უბედურება გვეცემა ხოლმე თავზე და ესეც პირდაპირ რუსეთი არის ამისი ყოველთვის არანაირი შელამაზება აჭირდება ამას. ამ ქვეყნის პრობლემა არის რუსეთი. რამდენი თვე უნდა მოვყვეთ, რომ ჩვენ მოღალატე ეს რაღაცა ცოტა მაგიზიანებს ეს ფრაზები, რომ ჩვენ აბადარ, ჩვენ არა, რანაირად რუსეთი არის ამის თავი და ბოლო. იყო, არის და იმედი აღარ იქნება. აღარ უნდა იყოს. ხო. ხო, დღეს ხატიას აქვს წერილი გამოგზავნილი ნიკა კაციასგან, რომელიც გამოუგზავნა პირადად ხატიას და რაღაცნაირად ჩვენს დილის ლაივის გუნდსაც შეეხო. კი, ნამდვილად და აქედან მოვეფერებით ჩვენ მოკითხვა და გამაგრება და პატიმარს და მისი სახით თუ თამადობით ყველას უსურებთ მალე თავისუფლებას და მალე ჩვენს გვერდით ყოფნას და იმ საქმეში დაბრუნებას, რომელსაც აკეთებენ ეს ადამიანები, ზოგი სტუდენტია, ზოგი ოქროშვილის მამა, ზოგი რაღაცა და ყველა თავის პროფესიას და საქმეს დაბრუნებოდეს. რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი პატივისცემა, სიყვარული და ქალბატონ მზიას და ყველა რეჟიმის უკანონო პატიმარს და რაღაცნაირად მოხდა ისე მართლა განგებამ, რომ ზუსტად ნიკა კაციას სამი მეგობარი შევიკრიბეთ ახლა და ზუსტად ნიკას წერილი, რომელიც გუშინ ნიკას დედამ ქალბატონმა მარინამ მოგვიტანა, რომელიც გუშინ შუადღე ლაივში იყო. ხა მე რა თქმა უნდა მთელ წერილს არ წავიკითხავ, მაგრამ რამოდენიმე ამონარიდი მინდა, რაც ტელევიზორი მეღირსა, არ არსებობს ვიკენდი თქვენი დილის ლაივის გარეშე. აქვე უნდა გთხოვო, შენი გადასარევი თანაწამყვანი ბაჩო მიკითხე გიგანტური პატივისცემით და სიყვარულით და უყურადღებოდ არც კადრს მიღმა დამიტოვო ვინმე. მოკლედ გიყურებთ და ვფიქრობ ხოლმე რომ ხანდახან იმდენად ბედნიერი ვარ კადრში რომ ხედავთ რომ ხმა ხანდახან აღარ მესმის. ნუ მე ყვება თავის ჩვეული საოცარი იუმორით მიუხედავად იმისა რომ ეხლა სად არის ყველამ ძალიან კარგად ვიცი და რისთვის არის ესეც ყველამ ძალიან კარგად ვიცი. კი იცი მე რაღაცნაირად ვარ მართალი გითხრა არ ვიყავი მზად ამ უსამართლობისთვის და ნუ აი რანაირად შეიძლება ეს 4 გაყინული კედელი მომეწონოს და მომიხდეს, მაგრამ თურმე სამშობლოს სიყვარული დასჯადია თან ბრმად დასჯადი. ჩემი ხასიათი ხომ იცი, 1,000,000% მართალი ვარ და აი პრინციპულად და მხნედ და თამამად ვარ. და მე კიდე რა თქმა უნდა აგრძელებს და კიდევ ერთ საოცარ ამბავს მეუბნება და იცოდე ეთერშიც და ყველგან ყველას უთხარი ამ სიყვარულს ერთმანეთის და სამშობლოს მიმართ ვერავინ და ვერასოდეს დაამარცხებს. ხატკა ასე მეძახდა მელოდეთ მალე ვიდრე გვიან. თქვენი ნიკა ბედნიერი კაცია. ნიკა გვიყვარხარ. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნიკას და ყველა იმ უკანონო პატიმარს და ასევე მინდა ყველა იმ რეპრესირებულს, სამსახურიდან გათავისუფლებულს, საჯარო მოხელეს თუ ასევე ჩვენს კოლეგას, რომელიც მუშტაედის ბაღიდან გათავისუფლეს რამდენიმე სამარცხვინო ხელფასის ერთადერთი 400 ლარიანი შემოსავლის წყარო, რომელიც მას წაართვეს. და ასევე ყველა იმ დაჯარიმებულს თუ ნაწამებს თუ ნაცემ ადამიანს, რომელიც მსხვერპლია და რეჟიმის, სადაც ახლა ჩვენ დროებით ცხოვრობთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ მივახცევთ იმ გამარჯვებას, რომელსაც ქვია დამოუკიდებელი ევროპული მომავალი ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ დაცული იყოს ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლება, ყველაზე მთავარი რაც არის რომელსაც მე რაღაცნაირად მოყვება დოვლათიც, მოყვება სხვა სიკეთეები, რომელიც ახლავს რაღაც აი ამ გაერთიანებას და ჩვენ ვიქნებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, რომელშიც ვართ ისედაც, უბრალოდ მგონია რომ ცდილობენ რომ აღარ ვიყოთ. და თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია ჩემო ბაჭო. და ასეთი გამოდის არსებობს გამოთქმა, რომ სახელს და სამშობლოს არ რჩევენო და აი მგონია რომ ეს ევროპასაც ესე ანუ ჩვენი მოცემულობა ეს ხო არ არის რაღაც დღეს მომინდა რომ ევროპა ვიყო. არ არის რა, ანუ ეს არის აი არ გინდა ევროპის თქმა, დღეს არის რომ გაეთრია სახლიდან. ამას იმიტომ რომ წესით რაც ჩვეულებით რაც ყველაფრით ეს ხო არის ჩვენ კავკასიელი, მე კავკასიელი არ არის თავისი არსით ევროპელი
ხო, გეოგრაფიულ მდგომარეობას მდგომარეობას გარდა შინაგანი არსით, ფიქრით ხო. და ის ადამიანი უმთავრესი ღირებულება, ადამიანი რომ თავარია, ამას რა თქმა უნდა საუკუნეების განმავლობაში ეს იყო ეძახოდნენ ქრისტიანობის უკანასკნელი ბასტიონი, ესე ის იყო ბოლო ევროპული ქვეყანა, რომელიც ამაგრებდა ამას, იცავდა ქრისტიანობას. ახლა როგორ უნდა მოვაპარაკო მე იმაზე, რომ მე ევროპა ვარ თუ არა ვარ? რატო ცისფერყანწელებს არ უნდათ, არ იცოდნენ რომ ევროპა კარგი იყო? იმიტომ იჯებოდნენ და ყველა იმიტომ დაისაჯა. არ გვინდა ახლა მან მუშაობთ რუსთაველზე იდგნენ, როცა წითელი არმია შემოვიდა. ახლა ზანას მუჩაუხმოდებით, მაგრამ ძალიან ხო. მეჩხუბება. ხო, იმიტომ რომ არის რაღაცები. წარმატებები მინდა გისურვო. გაიხარეთ. მადლობა რომ მოხვედი. მადლობა თქვენ მოწვევით. ჩვენი დღევანდელი დღეც მე მგონი დასასრულს მივახლოვდა. ცოტა გავიცინოთ, ცოტა რაღაცნაირად ცევდიანად ვასრულებთ, იმიტომ რომ ყველაფერი გაგვახსენდა და რეალობას კიდევ ერთხელ ავხარეთ ფარდა და შევეჯახეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება, ნიკა და ყველა პატიმარი ძალიან მალე გარეთ იქნება, ბოროტ კეთილის ძლებს აუცილებლად. 13-ში პრემიერა, ხო თუ 12-ში. 12 მარტს არის პრემიერა. სანდრო წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი, რომ უსასყიდლოდ ითქმება სპექტაკლი. მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს. განსაკუთრებით მე კრეტინი ვარ. ასაკიც მაქვს აიგეთ და შემინე და ამიტომ განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა უთხრა დიდ პროფესიონალებს და მაგარ ადამიანებს, რომლებიც იღენ ჩამოვთვალეთ. წარმატებები, მადლობა. ჩვენს სიუჟეტს ტელემაყურებელს დავემშვიდობები. ჩვენ მომავალ შაბათს შევხვდებით 9 საათზე დილის ლაივის პირდაპირ ეთერში. მე დღეს მივდივარ გორში მანიფესტზე, რომელიც 7 საათზე ახალი თეატრის, რომელიც 7 საათზე დაიწყება, ასე რომ ცოტას დავისვენებ და გავუდგები გორის გზას. კი ბატონო და ვისაც გექნებათ სურვილი და დრო, შეგიძლიათ თბილისიდანაც შემოგვიერთდეთ და გორელებს კიდევ იქ. და გორი რა 40 წუთია თბილისიდან ასე რომ შესაძლოა. ნახვამდის წარმატებები გისურვებთ. რომ მომავალ შაბათს შევხვდეთ კიდევ საინტერესო ამბებით.